თავიდანვე ადოლფ ჰიტლერს არ ჰქონდა განზრახვა შეექმნა რაიმე უცხოური ლეგიონები. სიკვდილიან ბატალიონს ჩარიცხვა. დეზერტირობის განსაკუთრებით დიდი შემთხვევები მოდის საქართველოსზე. ეს ხო ნაცისტური ხელისუფლება არის და მათ აქვს იერარქია. გერმანელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ პირველი სატანკო არმიის ნაწილები შევლენ საქართველოში. აი ამ სკალაში სათხედავდნენ ქართველებს და კავკასიელებს. ჰიტლერი ანერდობოდა როგორც ჩანს ესე იგი ამ აღმოსავლეთ მოხალისეებს, ვინ უჩურჩულებს ყურში. მაქსიმალურად კარგად მოეყარეთ ჩრდილოეთ კავკასიელებს, გახსოვდეთ რომ ესენი რუსები და სლავები არ არიან. ჩვენ საქართველოს უნდა დავეყნოთ, ლიდერი უნდა იყოს საქართველოს. ჰიტლერი გამოდიოდა საბოლოო ჯამში პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებით. მე მგონია რომ მათთვის არც ისე ადვილი იყო, თქვათ აი ამ ნაცისტებთან კოლაბორაციაში შესვლა. და ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივანიჭოთ წამყვანი როლი მომავალი ფედერალური თავრობის შიგნით. ამათ მათ შეძლეს რომ გერმანელები იგივე პოზიციას დაიყენებინათ, რომ ქართველები ლიდერები უნდა იყვნენ აქ. და ფაქტობრივად გაწირა ესენი სიკვდილზე. ეს კაცი მერე გამოდის გარეთ, მუშაობს ადვოკატად, წერს მემუარებს. ჯერ იყო კავკასიური ბიურო და კავკასიურ ბიუროში იყო სექციები ესე. ამ დონეზე განიხილავენ საქართველოს საკრებულოს. ქართველებს არ უნდათ ომი. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ ვერმახტის, ნაცისტური გერმანიის ქართულ ლეგიონზე. გერმანულ არმიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მთლიანობაში დაახლოებით, ამათ პოზიციაზე 35,000-მდე ქართველი მეომარი იბრძოდა. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს პირველ რესპუბლიკას ყავდა შეერაღებული ძალები და ეს არის უფრო მეტი და საკმაოდ მეტი, ვიდრე დღევანდელ საქართველოს ყავს ჯარი. რა იყო ამისი мотиваცია? ეს იყო გაგრძელება დამოუკიდებლობისთვის, დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის, რაც 24 წელს საქართველოში დამარცხდა. ეს იყო ოპორტუნიზმი, თუ ეს იყო რაც ბევრი კომპონენტი ერთად. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი სტუმარი არის ისტორიკოსი გიორგი მამულია, საფრანგეთის უმაღლესი სოციალური კვლევების სკოლის დოქტორი, რომელსაც აქვს ალბათ ყველაზე фундаментური ნაშრომი ამ თემაზე, ეს არის რუსულ ენაზე გამოცემული. Грузинский легион в борьбе за свободу и независимость Грузии в годы Второй мировой войны. აი ეს არის წიგნი. ქართულად რო თარგმნოთ, ქართული ლეგიონი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მეორე მსოფლიო ომის დროს. გიორგი ახლა ამ წიგნს ქართულ ენაზეც თარგმნის და იმედია რომ მალე შესთავაზებს მკითხველს. მაგრამ სანამ ქართულ ენაზე გამოიცემა და ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, მანამდე ჩვენ დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ამაზე. მადლობა მინდა გიორგის სტუმრობისთვის გადაუხადო, სანამ გადავალ უშუალოდ თემაზე სასაუბროთ. მინდა რომ გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დაგვალაიქოთ Facebook-ზე, გამოყვეთ Instagram-ზე და TikTok-ზე და აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს, წყალი მთის, ყველაზე ჯანმრთელ წყალს საქართველოში, რომელიც გვეხმარება, ჯერ იმაში გვეხმარება, რომ ხანგრძლივი საუბრებისას ყელი არ გაგვიშრეს და მერე გვეხმარება, რა თქმა უნდა, ისტორიული ცოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ ხმართ. გიორგი, ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ ქართული ემიგრაციის ბრძოლაზე. მოყოლებული 1921 წლიდან და მივედით 39 წლამდე. 39 წლამდე მივედით შეგნებულად, რადგან 39 წელს იწყება უკვე მეორე მსოფლიო ომი. როცა ჯერ ნაცისტური გერმანია დაესხა პოლონეთს თავს და მერე 17 დღეში, ან 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანია და 17 დღეში, 17 სექტემბერს უკვე საბჭოთა კავშირმა ზურგიდან დაარტყა პოლონეთს.
ამ დროს ეს ქართული ემიგრანტული ფრაქციები, პოლიტიკური ფრაქციები, ჩვენ წინა ეპიზოდში გვქონდა ამას საუბარი, გაშლები არიან სხვადასხვა ფლანგზე, ვთქვათ, პრომეთეელები მუშაობენ პოლონურ ორიენტაციაზე, არის კავკასიის ჯგუფი, რომელიც უფრო ნაცისტებთან ურთიერთობენ და არა მხოლოდ ეს, სხვადასხვა ჯგუფები ხა თუ უფრო დეტალურად აინტერესებს მსმენელს, ამ წინა ეპიზოდს უნდა დაუბრუნდეს. აი 39 წელს რა გარემო გვაქვს ამ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში და ვინ არიან პირველი ჯგუფები, ვინც ნაცისტებთან მიდიან და აი ძალას იკრებენ იმისთვის, რათა შემდეგ უკვე ლეგიონები შეიქმნას, ანუ ეს შეერაღებული დაჯგუფებები შეიქმნას. ნუ აქ როდესაც ვსაუბრობთ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე, არა? აქ უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სამხედრო ემიგრაციის უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია პოლონეთში, დაახლოებით 100-მდე, ესე იგი ქართველი ოფიცერი მსახურობს ესე იგი კონტრაქტ ოფიცრებად პოლონეთის შეერაღებულ ძალებში. ხო და რა თქმა უნდა და საკმაოდ მაღალი თანამდებობები უკავიათ, ესე იგი იმ დროს პოლონურ არმიაში მსახურობს რამდენიმე გენერალი, ასევე მაღალი რანგის ოფიცრები, პოლკოვნიკები. და გარდა ამისა საფრანგეთშიც ფაქტობრივად რამდენიმე ათეული ქართველი მსახურობს საფრანგეთის შეერაღებულ ძალებში. ნუ 1929 წლის 1 სექტემბერს მოგეხსენებათ დაიწყო ომი ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიასა და პოლონეთს შორის და ფაქტობრივად ყველა ქართული ოფიცერი, რომელიც პოლონეთის არმიაში ირიცხებოდა, უმეტესობა მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში. ზოგმა გაითქვა კიდევაც სახელი, ესე იგი აი ამ საბრძოლო მოქმედებების დროს და ბოლომდე მოიხადეს საკუთარი ვალი პოლონეთის წინაშე. აქ უნდა აღნიშნოს ისიც, რომ რამდენიმე ქართული ოფიცერი, უმაღლესი ოფიცერი, მათ შორის გენერალი ჩხეიძე, რომელიც მოგესწრება თქვენ გენერალ კვინტაძეს სიძე არის, ტყვედ ჩავარდა, ესე იგი, ტყვედ ჩაუვარდა საბჭოთა არმიას და შემდგომში კატინის ტყეში დახვრეტილ იქნა კიდევაც 1940 წელს, ისე როგორც რამდენიმე ქართული ოფიცერი. ხო, რაც შეეხება იმ ქართულ ემიგრაციას, რომელიც საფრანგეთშია, ესე იგი, საფრანგეთში დაახლოებით რამდენიმე ათეული კაცი მსახურობს, ესე იგი, როგორც პროფესიონალი ოფიცრები, ესე იგი, საფრანგეთის არმიაში და გარდა ამისა, უკვე 1940 წლიდან, ესე იგი 1939 წლის დასასრულიდან 1940 წლის დასაწყისიდან, ესე იგი, ფრანგებს აქვს საკუთარი პროექტები საქართველოსა და კავკასიასთან დაკავშირებით და ქმნიან ქართულ ბატალიონს, ესე იგი. ეს ქართული ბატალიონი შეიქმნა ბერკადესში, ბერკადესი ეს არის, ესე იგი, პირენეებში, საფრანგეთში. მათ მიზანი ის იყო, რომ ამ პერიოდში ინგლისელებს და ფრანგებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო პროექტი, ესე იგი, ამ შემთხვევაში დაებომბათ ბაქოს და გროზნოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ესე იგი, და გარდა ამისა დივერსიები მოეწყოთ ამ შემთხვევაში საქართველოში, ესე იგი, ამ ნავთობსადენის წინააღმდეგ, რომელიც აერთიანებდა ბაქოს ბათუმთან. და აი ამ მიზნით ესე იგი, საფრანგეთში მყოფ ქართველ ემიგრანტ ახალგაზრდობიდან ხდება ბატალიონის ჩამოყალიბება. ნუ ეს პროექტი მოგესწრება თქვენ ვერ გახორციელდა, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ამის ფიზიკური საშუალება, ესე იგი, ფრანგებს და ინგლისელებს იმ დროს მაინც და მაინც არ ჰქონდათ და გარდა ამისა უკვე 1940 წლის მაისში ნაცისტური გერმანია ესხმება თავს საფრანგეთს, ამარცხებს ფრანგებს და მალე იკავებს პარიზს და ხდება საფრანგეთის ტერიტორიის ნაწილის უშუალო ოკუპაცია ვერმახტის მიერ. და საინტერესო ის არის, რომ სწორედ აი ეს ქართველი ახალგაზრდობა, ესე იგი, ვინც ჩაეწერა ფრანგულ არმიაში, ის ხალხია, რომელიც შემდგომში დააკომპლექტებენ, ესე იგი, აბვერის მიერ შექმნილ ორ ჯგუფს, თამარა 2-ს და თამარა 1-ს. აბვერი რა არის, რო გავიმართოთ? აბვერი არის გერმანული სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ესე იგი. და რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც, ესე იგი, თავიდანვე გერმანიაში, ესე იგი, ახლა ფსონი დადეს დაუშვათ გერმანელებზე, ის რამდენიმე ადამიანია იმ დროს, ერთ-ერთი არის ძალიან საინტერესო პიროვნება ალექსანდრე ნიკურაძე, ესე იგი, რომელიც ფიზიკოსია განათლებით, მაგრამ ყოველდღიურ განათლებული ადამიანია. ის არის დაახლოებული ცნობილ გერმანელ ნაციონალ-სოციალისტ მოღვაწესთან ალფრედ როზენბერგთან. ალფრედ როზენბერგი არის ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. დიდი ხნის განმავლობაში ის მეთაურობდა ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიის საგარეო საქმეთა, ესე იგი, სამსახურს. ხოლო 1941 წელს უკვე მას შემდეგ, რაც, ესე იგი, ჰიტლერმა
გამოაცხადა ესე იგი რომ ჰიტლერმა დაიწყო ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ის შემდგომში დაინიშნება ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების ministrად. და ნიკურაძე ახლოს არის როზენბერგთან და ფაქტობრივად აი პირველი იდეები კავკასიასთან დაკავშირებით, რომელიც მე როზენბერგს გაუჩნდა, არა, ეს არის სწორედ ესე იგი აი ნიკურაძესთან მეგობრობის შედეგად, რა თქმა უნდა. ხო. რაც შეეხება თვითონ თავისთავად ომს, ესე იგი ომი დაიწყო 22 ივნის 1941 წელს. თავიდანვე ადოლფ ჰიტლერს არ ჰქონდა განზრახვა შეექმნა რაიმე უცხოური ლეგიონები, ესე იგი ანუ ლეგიონები SSR კავშირის, ესე იგი ხალხებისგან. რატომ? იმიტომ რომ იმედი ჰქონდა რომ 1941 წლის შემოდგომისთვის ვერმახტი სამხედროდ დაამარცხებს წითელ არმიას, ვერმახტი დაიკავებს მოსკოვს, ლენინგრადს და შესაბამისად ომის გადაწყდება. აი 1942 წლის დასაწყისიდან, როცა უკვე აშკარად გახდა უკვე ფაქტობრივად რომ ომი ესე იგი ვერ იქნება ისეთი სწრაფი, როგორც ჰიტლერს იმედი ჰქონდა და შეიძლება ესე იგი ხანძლივ ფაზაში გადავიდეს კიდევაც, აქ უკვე გაჩნდა იდეა SSR კავშირის ესე იგი ხალხებისგან ეგრეთ წოდებული აღმოსავლური ლეგიონების შექმნის, ესე იგი. ეგ იდეა უშუალოდ გაჩნდა 1941 წლის დეკემბერში, როდესაც ბერლინს ეწვივდა ორი თურქი გენერალი, ერდენი და ერკილეტი, რომლებმაც თხოვეს ფიურერს, რომ შეექმნათ სპეციალური საჯარო ფორმირება თურქულენოვანი ხალხებისგან, ესე იგი თურქულენოვან ხალხთა ტყვეებისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ დროს, ესე იგი პანთურქული ერთობა. ხო, რაღაცა ესე იგი აი ესეთი პანთურქული ლეგიონის, ესე იგი შექმნის. და ამით ისარგებლეს სხვათა შორის იმ გერმანელმა მოღვაწეებმა, რომლებსაც თავიდან ჰქონდათ კავშირი ჩვენს ქართულ ემიგრაციასთან, რომლებიც პრინციპში მხარს უჭერდნენ, ესე იგი ამ შემთხვევაში არარუსი ხალხების დამოუკიდებლობას და იმ რესპუბლიკების ფაქტობრივად აღორძინებას, რომლებიც არსებობდნენ რომანოვების იმპერიის ნანგრევებზე 1918-1921 წლებში. ვინ იყვნენ ეგ ადამიანები? უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის კარგად ცნობილი გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი. გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი კავკასიაში 1918 წელს, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი, ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობის. მანამდე ბოდიში გიორგი ჩაგეჭრები უფრო რო გავშალოთ კიდე ბიოგრაფია 18 წელს ხო დიპლომატიური წარმომადგენელი იყო საქართველოში და ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობისა. მანამდე იყო 11-14 წლებში გერმანიის კონსული თბილისში, ვიცე-კონსული თბილისში. ხო. და ახლა ომი რო დაიწყო, მერე ომი რომ დაიწყო, მერე გავიდა გერმანიაში და 1915 წლიდან იყო ერზრუმში კონსული. არა, ის იყო ქართული ლეგიონის მეთაური. არა, ეგ და პლუს ანუ კონსულიც იყო ერზრუმში და თან ქართული ლეგიონის მეთაურიც იყო. ერზრუმში იყო სხვა შოიბნერ რიხტერი, ესე იგი კონსული. არა, ესე იგი არ იყო, ესე იგი არა. შულენბურგი იყო ქართული ლეგიონის დამაარსებელი ფაქტობრივად თურქეთში, კავკასიის ფრონტზე. ამ დროს ქართული ლეგიონი შედგებოდა ძირითადად, ესე იგი მუსლიმანი ქართველებისგან, ძირითადად ლაზებისგან და აჭარლებისგან და გარდა ამისა, ტყვე ქართველებისგან, რომლებიც ამ შემთხვევაში გადაიბირეს გერმანიის და ავსტრიის ტყვეთა ბანაკებში. და 1918 წლამდე და ლეგიონი არსებობდა 1917 წლამდე და უკვე 1918 წელს მაისში უკვე შულენბურგი ფაქტობრივად თბილისშია და ხელს უწყობს როგორც შეუძლია საქართველოს მიერ თავისი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. შულენბურგი ამ დროს 1941 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროშია. მის უკან არის ძალიან დიდი დიპლომატიური კარიერა, იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ რომ ის იყო ელჩი თეირანში 1930-34 წლებში თუ არ ვცდები და უკვე 35 წლიდან 41 წლამდე არის ელჩი მოსკოვში, ესე იგი საბჭოთა კავშირში. და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ცნობილია, ახლა შულენბურგი არ უჭერდა მაინც მხარს გერმანიის ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მას ჰქონდა წარმოდგენა ისე საკმაოდ რეალისტური SSR კავშირის. შულენბურგი არ არის ნაციონალ-სოციალისტი. საჯარო მოხელე არის. სრულებითაც არ არის ნაციონალ-სოციალისტი. შულენბურგი თავისი ბუნებით, ესე იგი ძვალი დარბილით არის მონარქისტი და მონარქისტული იდეების მომხრე. რაც თავისთავად უკვე გარანტია იმისა, რომ მისი დაპირისპირება ნაციონალ-სოციალისტებთან არის გარდაუვალი ფაქტობრივად. და აი 1942 წელს ფაქტობრივად 1942 წლის მაისში ფაქტობრივად
შულენბურგმა, რომელიც ამ დროს დანიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრში კოორდინატორად, ესე იგი ურთიერთობისა ემიგრანტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის კავკასიელი ხალხების ემიგრანტულ დაჯგუფებებთან, გამოდის ინიციატივით ბერლინში, ფეშენებელურ სასტუმრო ადლონში გაიმართოს კონფერენცია, სადაც დაპატიჟებულნი იქნებიან ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები და სადაც უნდა იყოს გამომუშავებელი ძირითადი პრინციპები იმისა, თუ რა პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს გერმანია კავკასიელი ხალხების მიმართ. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის 1942 წლის გაზაფხული, უკვე იგეგმება ვერმახტის ცნობილი ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიაში და შესაბამისად გერმანელები ცდილობენ, რომ მოემზადონ ამ, ესე იგი, ოპერაციისთვის და ურთიერთობა დაიჭრონ ემიგრანტებთან და 1942 წლის მაისში ბერლინში დაპატიჟებულნი არიან ცნობილი მემარჯვენე მოღვაწეები ქართული ემიგრაციის, ისეთი როგორც სპირიდონ კედია, ეროვნულ დემოკრატთა ლიდერი, მიხაკო წერეთელი, თეთრი გიორგის ერთ-ერთი მეთაური, ლეო კერესელიძე, რომელიც ასევე თეთრი გიორგის ფაქტობრივად მდივანია, ანუ ხელმძღვანელია, პროფესორი ზურაბ ავალიშვილი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხნის გამოცდილება გერმანელებთან ურთიერთობაზე 1918 წელს დელეგაციაში კი შედიოდა ბერლინში და სხვათა შორის სხვა ემიგრანტები, ისეთები როგორც მაგალითად ალექსანდრე მანველიშვილია, შალვა მაღლაკელიძე და სხვები, ესე იგი. დაპატიჟებულნი არიან სასტუმრო ადლონში და აი ამ ადლონის ესე იგი კონფერენციის დროს შულენბურგმა წამოაყენა საკუთარი ხედვა, ესე იგი იმისა თუ რა პოლიტიკა უნდა განახორციელოს გერმანია. ქართველების გარდა ვინ არიან? ქართველების გარდა აზერბაიჯანელებიდან არიან, ესე იგი მამედ ემინ რასულზადე, მუსავატის ლიდერი, ასევე არიან, ესე იგი დოქტორი ხოსრონბეკ სულტანოვი, ესე იგი, რომელიც მოგეხსენება თქვენ ყარაბაღის გუბერნატორი იყო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დროს. გარდა ამისა დაპატიჟებულნი არიან, ესე იგი, მუსტაფა ვეკილოვი, რომელიც ცნობილი პრომეთეისტი მოღვაწე იყო და პოლონეთში, ესე იგი, საკმაოდ ისეთი კაი კონტაქტები ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს სხვადასხვა იმაზე, რომ შულენბურგი პატიჟებდა არა პარტიული კუთვნილების მიხედვით, მაინც და მაინც მემარჯვენე მოღვაწეებს, არამედ იმათ, ვისგანაც ქართველები და აზერბაიჯანელები არიან მარტო. ქართველები არა, მარტო ქართველები აზერბაიჯანელები, ყველა კავკასიელია, ესე იგი. სომხებიც არიან და სომხებიც არიან, რა თქმა უნდა, სომხებიც არიან. ჩრდილო კავკასიელები. და არიან ჩრდილო კავკასიელები და დაპატიჟებულია ძირითადად აი ორი ცნობილი პიროვნება, ჰაიდარ ბამატი, რომელიც არის მთიელთა კავშირის და შემდგომში მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და ცნობილი მოღვაწე სეიდბექ შამილი, ესე იგი იმამ შამილის შვილიშვილი, რომელმაც მოაწყო ცნობილი დაღესტანში აჯანყება 1920-21 წლებში, ესე კომუნისტური მმართველობის, ბოლშევიკური მმართველობის წინააღმდეგ. და ამ კონფერენციაზე შულენბურგმა წამოაყენა საკუთარი ხედვა, ესე იგი ამ პრობლემის, კერძოდ საქართველოს მიმართ მას მიაჩნდა, რომ საქართველოსგან უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო, ოღონდ გერმანიის პროტექტორატის ქვეშ, სლოვაკეთის ტიპის, ესე იგი, აი სპირიდონ კედიას მიმოწერაში მაგალითად პირდაპირ არის მითითებული, რომ აი ისეთივე პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდნენ გერმანელები საქართველოს მიმართ, როგორც სლოვაკეთის მიმართ, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი სახელმწიფოებრივი ატრიბუტებით. და ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, ალფრედ როზენბერგის უკმაყოფილება, იმიტომ რომ ამ პერიოდში უკვე ალფრედ როზენბერგი დანიშნულია როგორც აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრი და შესაბამისად განიხილავს ამას როგორც საკუთარ კომპეტენციას და მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იჭრება მის კომპეტენციაში. ამიტომ როზენბერგი ჩივის ჰიტლერთან, მიდის ჰიტლერთან და ამბობს, რომ ესე იგი დაუშვებელი, ეს შულენბურგი იჭრება ჩემს კომპეტენციაში, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, ესე იგი ჰიტლერმა აუკრძალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანუ იოახიმ ფონ რიბენტროპს, ჩაერიოს, ესე იგი აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში. ანუ ყველა პრობლემა, ესე იგი კავკასიის ხალხებისა და საერთოდ სსრ კავშირის არარუსი ხალხების გადაულოცა ალფრედ როზენბერგს. მაგრამ შულენბურგს რიბენტროპის მხარდაჭერა, ან საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, შულენბურგს ჰქონდა რიბენტროპის მხარდაჭერა, იმიტომ თვითონ რიბენტროპი ისწრაფოდა საკუთარი კომპეტენციის გაზრდისკენ. ეს იყო ჩვეულებრივი კონკურენცია, ესე იგი მესამე რაიხის სხვადასხვა უწყებებს შორის. მაგრამ როზენბერგმა აჯობა, იმიტომ რომ აქ პრობლემა მეორეც იყო, რომ შულენბურგი მოიაზრებდა საქართველოს როგორც ფაქტობრივად აი ესეთი მონარქისტული რეჟიმის ქვეშ მყოფ სახელმწიფოს. ამიტომ იმ კომიტეტად, იმ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელსაც ის გეგმავდა საქართველოსთვის, ის მიიჩნევდა, რომ უპრიანი იქნება დაენიშნოს ცნობილი, ესე იგი, ემიგრანტი მოღვაწე, ესე იგი, თავადი ირაკლი ბაგრატიონ მუხრანელი.
და ირაკლი ბაგრატიონ მუხრანელი, რა თქმა უნდა, მონარქისტი, ამავე დროს ის დაქორწინებულია ცნობილ იტალიელ, ესე იგი, გრაფინიასთან, ესე იგი, კონტესასთან, ესე იგი, მარია ანტუანეტა პასკვინისთან და აქვს ხარდაჭერა ამავე დროს იტალიელების, ესე იგი, იმიტომ რომ მარია ანტუანეტა პასკვინია მეგობრობს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრის ცოლთან გალიაციო ჩიანოს მეუღლესთან, რომელიც არის ამავე დროს ბენიტო მუსოლინის ქალიშვილი. ანუ შესაბამისად და ამავე დროს თავად ესე იგი ირაკლი ბაგრატიონი იმდროს იტალიაში ცხოვრობს და იტალიელების სრული მხარდაჭერით სარგებლობს და იტალიელებსაც ჰქონდათ საკუთარი ამბიციები და საკუთარი ესე იგი ზრახვები კავკასიის მიმართ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ თავის დროზე კინაღამ მიიღეს მანდატი იტალიელებმა სხვათა შორის საქართველოს ესე იგი 1919 წელს დიახ ეს შენის მშვენივრად და შესაბამისად შულენბურგი ცდილობდა ბაგრატიონის კანდიდატურის წამოყენებას როგორც ქართული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. და ამან გამოიწვია რა თქმა უნდა როზენბერგის აღშფოთება, იმიტომ რომ როზენბერგი თავისთავად ნაციონალ-სოციალისტია და ნაციონალ-სოციალისტები ძალიან უარყოფითად უყურებენ ესე იგი ამ მონარქისტებს და ამან გამოიწვია ჰიტლერის რისხვა. შედეგად შულენბურგს აეკრძალა ფაქტობრივად ემიგრანტებთან რაიმე მოღვაწეობა და მთელი ესე იგი ემიგრანტებთან ურთიერთობა გადავიდა უშუალოდ აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში. ნუ ცოტა მოვლენებს რო დავუსწროთ, მე შულენბურგი შეთქმულებაში მონაწილეობს 44 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ და რის გამოც ხრეტენ. რა თქმა უნდა, ესე იგი ჩამოახრჩოს და ესე იგი ეს კიდევ ერთხელ ჩამოახრჩოს დიახ და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას ფაქტობრივად რომ ამ კაცს ნაციონალ-სოციალისტებთან არაფერი საერთო არ აქვს პირიქით ანტინაცისტი იყო ესე იგი. და ნუ აი ახლა მოვლენათა ქრონოლოგიას რომ გავყვეთ ესე იგი შესაბამისად რას აკეთებს როზენბერგი. როზენბერგი ქმნის უპირველეს ყოვლისა კომისიებს. ამ შემთხვევაში კავკასიელი ხალხებისთვის, მათ შორის ქართულ კომისიას, სომხურს, აზერბაიჯანს, ჩრდილო კავკასიას, რომლებაც უნდა მოიარონ ტყვეთა ბანაკები და ტყვეთა ბანაკებში აღწერონ ტყვეები უპირველეს ყოვლისა შესაბამისი ეროვნების. და შეიქმნა ეგეთი ქართული კომისია, რომელიც დადიოდა ბანაკებში და საბოლოო ჯამში აღწერა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა წითელარმიელების, რომელიც იყოფებოდნენ იმ დროს ტყვეობაში გერმანელთა. ეს რომელ წელს ხდება? ეს ხდება უკვე 1942 წლის დასაწყისში. და რამდენი ტყვე ყავთ თუ არის ცნობილი? მან როგორი სიტუაცია იყო, იცით, ესე იგი სიტუაცია იყო კატასტროფული მაშინ, ესე იგი ტყვეთა ბანაკებში, იმიტომ რომ 1941-42 წლის ესე იგი ზამთარში პირობები იყო უმძიმესი, იმიტომ ზამთარი იყო ძალიან მძიმე და გარდა ამისა თვითონ გერმანელები არ იყვნენ მზად რომ მიეღოთ ამდენი ტყვე. ამიტომ ტყვეთა დიდი რაოდენობა დაიღუპა, იხოცებოდა რა თქმა უნდა, ამას დაემატა ისიც რომ სტალინიც ფაქტობრივად სტალინის ესეთი ხისტი პოზიცია. სტალინი ამბობდა რომ მე არ მყავს ტყვეები, მე მყავს მხოლოდ მოღალატეები და შესაბამისად უარი თქვა ყოველგვარით საკუთარ პასუხისგებლობაზე, ესე იგი და არც ტყვეთა გაცვლა მიმდინარეობს. არ არის ისი გაცვლა კაცო, ესე იგი გაცვლის გარდა არსებობდა ელემენტარულად ჟენევის კონვენცია, მაგალითად ინგლისელები ან ფრანგები ან სხვები ვინც ვარდებოდნენ ტყვედ, მათ ჰქონდათ უფლება, ესე იგი შესაბამის მოპყრობაზე წითელი ჯვრის მეშვეობით, ესე იგი ანუ ეგზავნებოდათ პროდუქტები, ეგზავნებოდათ დახმარება, ეგზავნებოდათ ყოველგვარი ესე იგი კავშირი საკუთარ სამშობლოსთან გაწყვეტილი არ ჰქონდათ. აქ ეს ტყვეები სრულიად იყვნენ მოწყვეტილები საკუთარ სამშობლოს და იყვნენ სრულიად უუფლებელ მდგომარეობაში. ვინაიდან სტალინმა არ მოინდომა იმავე პრინციპის გავრცელება გერმანელ ტყვეებზე, რომლებიც წითელი არმიის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, არა, გერმანელებსაც ფორმალურად არ ჰქონდათ იმის მაინც და მაინც ესეთი мотиваცია, რომ დიდათ ესე იგი ეტყობა ესე იგი ეპატრონათ ამ ტყვეებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ხომ ყველაფერი ესე იგი იმის რა ქვია. ნაცვალგების პრინციპით არის. ხო, რა თქმა უნდა, რესიპროსულ იმაზე პრინციპის უცელდებოდა, ესე იგი. და აქედან გამომდინარე საქმე დასრულდა იმით, რომ ძალიან ბევრი ტყვე დაიღუპა 41-42 წლებში, მაგრამ უკვე 42 წლის დასაწყისიდან ხდება გარკვეულწილად ამ ტყვეთა ბანაკებში მდგომარეობის გაუმჯობესება. რამაც შეუწყო ხელი იმანაც, რომ უკვე ამ დროიდან იგეგმება უკვე ეროვნული ლეგიონების ჩამოყალიბება კავკასიელი ხალხისთვის. და ნუ კერძოდ კავკასიელი ლეგიონების ჩამოყალიბების უშუალო ბრძანება თებერვალში იქნა გაცემული 1942 წელს. იგეგმებოდა, ესე იგი, ძირითადი მთავარი საბრძოლო ერთეული იყო ბატალიონი, ესე იგი, ანუ ლეგიონი შედგებოდა შესაბამისი რაოდენობით ბატალიონებისგან
და ეს ბატალიონები ამ ბატალიონებიდან კი არ უნდა შეედგინა დაუშვათ პოლკები ან ცალკე დივიზიები. ესე იგი, ამ ბატალიონებს ამაგრებდნენ კონკრეტულ გერმანულ დივიზიას და ისინი იგზავნებოდნენ ფრონტზე, ესე იგი, როგორც დამხმარე ძალა. სამხედრო საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანები, ბატალიონი და 500 ადამიანი. ბატალიონი იმ დროს ბატალიონი 1000 ადამიანი იყო, ესე იგი. 1000 პოლკი არ არის უფრო? არა, იმ დროს ბატალიონი იყო 1000 ადამიანი და აქ უნდა ითქვას, რომ პირველი ადგილი სადაც ხდებოდა, ესე იგი, აი ამ ქართული ლეგიონის ბატალიონის ჩამოყალიბება ის იყო პოლონეთი, ესე იგი, ჯერ დაბა ვესელაში, შემდგომ კრუშინოში, ესე იგი და პირველი ორი ბატალიონი, რომელიც გაიგზავნა კავკასიის ფრონტზე, იყო 1942 წლის აგვისტოში, იყვნენ 795 და 796 ბატალიონები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელები იჩნდნენ შესაბამის ზრუნვას ამ ბატალიონებისთვის. დაარსებული იქნა სპეციალური გაზეთი ქართული ლეგიონისთვის, რომელსაც ერქვა საქართველო, აი თქვენ გაქვთ აქ ესე იგი უშუალოდ. და გარდა ამისა, რა პრინციპი ხდებოდა პროპაგანდისტვის, რა თქმა უნდა. და რა პრინციპი ხდებოდა ამ ბატალიონში ჩარიცხვა, ესე იგი, პრინციპი ფორმალურად იყო ნებაყოფლობითი, ესე იგი, ანუ ნებაყოფლობით უნდა ჩარიცხვა, მაგრამ ფაქტობრივად ეს ნებაყოფლობითი პრინციპი ნიველირებულ იქნა იმ მდგომარეობით, რაც მაშინ შეიქმნა ტყვეთა ბანაკებში, იმიტომ რომ ვინაიდან სტალინმა უარი თქვა ფაქტობრივად ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე საბჭოთა ტყვეებზე მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა, ესე იგი, ფაქტობრივად ტყვე იდგა არჩევნის წინაშე. სიკვდილი ამ ბატალიონში ჩარიცხვა. ანუ არსებობა უმძიმეს პირობებში ან ბატალიონში ჩარიცხვა. ესე იგი, რაც თავისთავად უკვე ნიველირებას უკეთებდა ნებაყოფლობის პრინციპს. და აი განსაკუთრებით პირველი ორი ბატალიონი ქართული ლეგიონის, რომელიც გაიგზავნა ფრონტზე 795-96, ესე იგი, აი ეს პრობლემა იგრძნობოდა, ესე იგი. იყო ხალხი, რომელიც უბრალოდ ლეგიონში ჩაირიცხა იმ მიზნით, რომ გამოსულიყო თვითგადარჩენის მიზნით და არ იყო მოტივირებული, რომ ებრძოლა, ესე იგი, საქართველოს განთავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. აქ თქვათ ამ შემთხვევაში უფრო ნაცისტების მხარეს. ფორმალურად რომ ვილაპარაკოთ, არა, ოფიციალური პროპაგანდა ამბობდა, რომ ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ, თუნდაც ბოლშევიზმის წინააღმდეგ, მაგრამ აი ესეთი მდგომარეობაში მყოფი, რა თქმა უნდა, ტყვეები იყვნენ, ესე იგი, აი ესე იგი, ნებაყოფლობით პრინციპისგან ზოგადად დაშორებულები. თუმცა იყო, რა თქმა უნდა, ბევრი შემთხვევა, როცა ხალხი ნებაყოფლობით ეწერებოდა და შესაბამისი, ესე იგი, ისიც ჰქონდათ მოტივირებაც ჰქონდათ. ეხლა ეს ხალხი, ვინც ამ დროს ფრონტზე არის, უკვე მათი საკმაო ნაწილი საბჭოთა დროს არის გაზრდილი. ხო, ანუ მათ დიდ ნაწილს პრესაბჭოთა არ ახსოვს და აი ამ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის და პროპაგანდის ნაწილები, ანუ ამის აუთ გამოვლილი, ხო? და ბუნებრივია, რომ ამისი უცებ შეცვლა, თუნდაც აი ესეთი გაზეთებით არ არის მარტივი. არა, არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამე, რომ ამ დროს ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში და თვითონ საბჭოთა საქართველოს ის არსებობდა დახშულ საინფორმაციო სივრცეში, ხო, მეგრია. ჩვენ ახლა გვაქვს ალტერნატიული ინფორმაცია, ახლა შეგვიძლია გქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროები და ამათვე მოვლენებზე და მაშინ არსებობდა მხოლოდ ოფიციალური კომუნისტური პროპაგანდა და ფაქტობრივად სკოლის მერხიდან ადამიანს ზრდიდნენ, ესე იგი, აი ესეთ მონურ მორჩილებაში და მონორში, აი სტალინური რეჟიმის მიმართ. ეს იგრძნობა სხვათა შორის, ესე იგი, ეს იგრძნობა წყაროებშიც ჩანს ეგა. და ამის შედეგია სხვათა შორის ის, რომ 1942 წლის აგვისტოში, როდესაც პირველი ბატალიონები კავკასიის ფრონტზე გააგზავნეს, არა, იყო იქ რაღაცა რაოდენობა ლეგიონერების, ვისაც არ ჰქონდათ მოტივაცია ბრძოლის, პირიქით ზოგი აპირებდა კიდევაც გადასვლას საბჭოთა მხარეზე, ესე იგი. განსაკუთრებით აი ეს გამოჩნდა 795 ბატალიონში, რომელიც გაიგზავნა 23 ვერმახტის დივიზიის შემადგენლობაში ჩრდილო კავკასიაში, ბაქსანის ფრონტზე. და იქ იყო როგორი შემთხვევა, ესე იგი, როგორც წესი, გერმანელები, ესე იგი, ამ ქართულ ბატალიონს განალაგებდნენ ქართული ნაციონალური საბჭოთა დივიზიების საპირისპიროდ. რატომ? რომ მათ შესაბამისი პროპაგანდის წყალობით ესე გამოეწვია დეზერტირობა ამ საბჭოთა შენაერთებიდან. და ეს საბჭოთა შენაერთებიდან გადმოსულიყო. რა თქმა უნდა, და იყო შემთხვევა მაგალითად 1942 წლის ოქტომბერში, როცა 795 ბატალიონის მხარეს, ესე იგი, პირველი ბატალიონი იყო ქართული ლეგიონის, 392 საბჭოთა დივიზიიდან, რომელიც იყო განლაგებული
იმავე მონაკვეთზე ფრონტის არა, გადავიდა 2 ბატალიონის სრული შემადგენლობით. ეს არის ცნობები პირდაპირ ესე იგი საბჭოთა არქივებიდან, რომელიც მე ხელში მქონდა და გამოყენებული მაქვს ამ წიგნში. ყველაფერი ეს აღწერილია და ფაქტობრივად мотивация ელემენტარულია. 42 წელს წარმოიდგინე ესე იგი თვითონ ესე იგი გერმანელები ჩრდილოეთ კავკასიაში არიან, არო სრულიად ახლოს საქართველოსთან და მეორეს მხრივ საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ მე მქონდა უშუალო სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის იყო ამიერკავკასიის ფრონტის ხელმძღვანელის გენერალ კოზლოვის თუ არ ვცდები თუ სწორად მახსოვს ამ წიგნში წერია, ესე იგი მონაცემები, სადაც ის წერს, რომ დეზერტირობის განსაკუთრებით დიდი შემთხვევები მოდის საქართველოსზე, ესე იგი, განსხვავებით სხვა რესპუბლიკებისგან. ანუ მიუხედავად ამ სტალინური პროპაგანდისა და მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ამ ტვინის წმენდისა და ტვინის რეცხვისგან არა, ესე იგი საბოლოო ჯამში მოსახლეობის დიდი რაოდენობა იყო განწყობილი ანტიბოლშევიკურად და ანტირუსულად. რაც ჩანს კიდევაც, ესე იგი, ამ ფაქტებიდან. Ну, იყო შემთხვევები, როდესაც ამ ბატალიონიდან გამოდიოდნენ საბჭოთა მხარეზე, მაგალითად, იგივე 795 ბატალიონიდან გადავიდა 30-მდე ლეგიონერი. ესეთი შემთხვევა იყო, მაგრამ როცა ტრაგედიაციათ ალბათ იმათ ხრედნენ ადგილზე, ფაქტობრივად, რა თქმა არა, ესე იგი 795 ბატალიონიდან ვინც გადავიდა, შეამოწმეს ამათი, ესე იგი, შესაბამისი мотивация და დიდი რაოდენობა დახვრიტეს კიდევაც. ესე იგი, ზოგი გადარჩა, ესე იგი, სხვათა შორის მე შევხვდი მე ზოგიერთ ამ ყოფილ ლეგიონერს, ესე იგი, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და ამ წიგნის შედგენისას მესაურე კიდევაც. ხო, ну, ყოველ შემთხვევაში აშკარა ის არის, მაგრამ გერმანელებიც არ ენდობოდნენ დიდად, ხო, იმიტომ რომ ოფიცრობა და ბატალიონის გერმანული იყო. რა თქმა უნდა, მან ერთი რამე იყო, რომ თვითონ გერმანელებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ესე იგი, საბჭოთა ოფიცრობა არის ძალიან ინდოქტრინირებული, ესე იგი, ესენი როგორც წესით კომუნისტები არიან და შესაბამისად აი ინდოქტრინიზაციის, საბჭოთა ინდოქტრინიზაციის პირობებში იზრდებოდნენ. ამიტომ პირველ ბატალიონებში იყო ეგეთი პრაქტიკა, ბატალიონის მეთაური გერმანელი იყო და ასეულის მეთაურებიც ასევე გერმანელები იყვნენ, რომელსაც ჰქონდათ შესაბამისი მოადგილეები ქართველებიდან, ესე იგი. ეს პრაქტიკა გარკვეულწილად წუნიანი იყო რამ მხრივ, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი დაუშვათ საბჭოთა ოფიცერი ქართული წარმოშობის, რომელსაც წითელ არმიაში დაუშვათ, შესაბამის შედარებით მაღალი თანამდებობები ჰქონდათ ან კაპიტნის ან მაიორის დონეზე, არა, ესე იგი, ამ შემთხვევაში გამოდიოდნენ გერმანელი ლეიტენანტების მოადგილეებად, ესე იგი, და ხშირად ოფიცრის და უმეტესწილად ოფიცრის ჩინიც კი არ ჰქონდათ მინიჭებული, რაც რა თქმა უნდა მათი დონის დაწევას ნიშნავდა, ესე იგი, ამ თვალსაზრისით. ხო. აქ უნდა აღინიშნოს მეორეც, რომ განსხვავებით ამ ქართული ლეგიონის ბატალიონებისგან სულ სხვა საწყისებზე იყო შემდგარი სხვა ნაწილი მოხალისეთა ნაწილი გერმანული არმიის. მე მხედველობაში მაქვს განსაკუთრებული დანიშნულების შენაერთი ბერგმანი. ეს განსაკუთრებული დანიშნულების შენაერთი ბერგმანი, კავკასიური განსაკუთრებული დანიშნულების შენაერთი ბერგმანი შეიქმნა უშუალოდ გერმანული სამხედრო დაზვერვის მიერ, აბვერის მიერ, ესე მისი მეთაურის ადმირალ კანარისის უშუალოდ ბრძანებით. ესე იგი 1942 წლის ასევე დასაწყისში და მის მეთაურად დაინიშნა კაპიტანი ობერლენდერი. ობერლენდერი ცნობილი სპეციალისტი იყო საბჭოთა კავშირის, წარმოშობით აღმოსავლეთ პრუსიიდან იყო, მშვენივრად ჰქონდა შესწავლილი საბჭოთა კავშირი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ბატალიონი გაეხადა სანიმუშო მოხალისე ნაწილად, ესე იგი. უპირველეს ყოვლისა რას აკეთებდა თეოდორ ობერლენდერი? უპირველეს ყოვლისა ტყვეთა ბანაკებში, როგორც წესი, ბატალიონში რიცხავდა იმ ტყვეებს, რომლებიც ახლად ჩავარდნილები იყვნენ ტყვეობაში და არ ჰქონდათ გამოვლილი ის ტანჯავწვალება, რაც გადახდა დაუშვათ სხვა ლეგიონერებს 1941-42 წლების ზამთარში. ეგ ერთი. გარდა ამისა, ანუ ამას იმიტომ რომ თქვა, ვინც დიდი ხანი იყო ტყვეთ, ის мотиваციის გარეშე თვითგადარჩენისთვის იყო და მოტეხილი იყო და ახალ ჩავარდნილი თუ მიდიოდა ეგრევე ბერგმანში უფრო მოტივირებული. ის უფრო მოტივირებული იყო, რა თქმა უნდა, უფრო მოტივირებული იყო. გარდა ამისა, ის სწავლობდა, ესე იგი, აი ამ მოხალისეებს და შესაბამისად ამოარჩია შესაბამისი კანდიდატები ოფიცრების თანამდებობისთვის. ბერგმანში არ იყო ისეთი განსხვავება გერმანელებსა და ქართველებს შორის, როგორც ქართული ლეგიონის ბატალიონებში. მაგალითად, ბერგმანში
საგანგებო ასეული იყო შექმნილი ემიგრანტებისგან, ესე იგი, ანუ ფაქტობრივად აბვერის მიერ შექმნილი ასეული თამარა 2 პირდაპირ იქნა შეყვანილი ბერგმანის ბატალიონში, როგორც ცალკე ასეული და იმ ასეულში მსახურობდნენ ქართული ემიგრანტები, რომლებიც ხშირად მანამდე იყვნენ როგორც პოლონეთის, ისე საფრანგეთის არმიის კადრის ოფიცრები, ესე იგი. და შესაბამისად თვითონ ბატალიონი იყო განსაკუთრებული დანიშნულების, მისი პირველი ესე იგი თავდაპირველად იგეგმებოდა მისი გამოყენება როგორც საპარაშუტო სადესანტო ნაწილის. ესე იგი, ანუ მათ უნდა საპარაშუტო სადესანტო ოპერაცია განეხორციელებინათ ჯვრის უღელტეხილის დაკავების მიზნით. მაგრამ 1942 წელს აღმოჩნდა, რომ თვითონ ოპერაცია სათულო არის, იმიტომ რომ გერმანული არმია ეს სწრაფად არ მოიწევდა წინ როგორც მიაჩნდათ და შესაბამისად გადაწყვიტეს ბატალიონი, ესე იგი ბერგმანის ასეულების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით. და აქ, რა თქმა უნდა, ბერგმანის ბატალიონმა საუკეთესოდ აჩვენა თავი. მაგალითად, ერთ-ერთმა ოცეულმა გაანადგურა საბჭოთა რკინიგზის მატარებელი, მაგალითად, მოზდოკთან ააფეთქა პირდაპირ მატარებელი. მეორე ასეულმა გამოიჩინა თავი პროპაგანდისტულ ფრონტზე, ესე იგი და ფაქტობრივად ქართული საბჭოთა დივიზიიდან, ესე იგი 380, ესე იგი 419 თუ არ ვცდები, გადაიბირა, ესე იგი გერმანელთა მხარეზე 2000-მდე წითელარმიელი, მათ შორის ბატარეა, ესე იგი მთელი საარტილერიო ბატარეა საკუთარ მეთაურთან ერთად. და ფაქტობრივად პროპაგანდისტულ ფრონტზე ისეთ პროპაგანდა აწარმოა, რომ ეს საბჭოთა დივიზიები, რომლებიც განლაგებული იყვნენ კავკასიაში, უმეტესწილად საბოლოო ჯამში ზურგში გადაიყვანეს, იმიტომ უკვე არ ენდობოდნენ აი ამათი პროპაგანდის წყალობით. და ანუ ამ თამარა 1-ს და თამარა 2-ს კიდე თავიანთი დამოუკიდებელი ისტორიები აქვს, როგორც მახსოვს და რაღაც დესანტირებაც მოხდა და მე ამათი ჩავარდნა ადგილზე და ფაქტობრივად როგორ იყო, იცი, თამარა 1 და თამარა 2 იყო პირველი ქართული ნაწილები, რომლებიც შეიქმნა, ერთეულები, რომლებიც შეიქმნა, ესე იგი აბვერის მიერ გერმანულ არმიაში. თამარა 1 შეიქმნა უშუალოდ დესანტირებისთვის საქართველოში და თამარა 2 შეიქმნა, ესე იგი თამარა 2-საც გეგმავდნენ პრინციპში მსგავსი ოპერაციისთვის, მაგრამ თამარა 2 შეიყვანეს ბერგმანში და ამით გადარჩა ფაქტობრივად. ესე იგი ემიგრანტები გადარჩნენ და ძალიან კარგად გამოიჩინეს კიდევაც თავი ბრძოლებში, როგორც კავკასიაში, ისე ყირიმში შემდგომში 1943-44 წლებში. აი თამარა 1 სამწუხაროდ მოხდა მათი დესანტირება ყირიმიდან, ესე იგი სიმფეროპოლიდან თუ არ ვცდები, საქართველოში და თან დესანტირება მოხდა ძალიან წარუმატებლად. ეს მედესანტები გაიფანტნენ ფაქტობრივად ჰაერში. პარაშუტებით, ხო, პარაშუტებით. დაზვერვის მიზნით, აჯანყების მოწყობის მიზნით. მან როგორი სიტუაცია იყო 1942 წლის სექტემბერში გერმანელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ პირველი სატანკო არმიის ნაწილები შევლენ საქართველოში. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს შესვლა გარღვევა მოხდება და გერმანელები შევლენ საქართველოში. ამიტომ იგეგმებოდა მათი დესანტირება იმ რაიონებში, სადაც უნდა გაევლო ამ გერმანულ არმიას და ამ მედესანტებს უნდა მორალური ზეგავლენა მოახდენთ მოსახლეობაზე, რომ აი ხომ ხედავთ, გერმანელებიც მოდიან და თან კიდე მედესანტებიც, ქართული მედესანტებიც ეშვებიან და შესაბამისად, ესე იგი მორალური ზემოქმედებას მოახდინათ. მედესანტების უმეტესობა გერმანულ ფორმას ატარებდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ გერმანულმა, ესე იგი პირველმა სატანკო არმიამ ვერ გაარღვია ორჯონიკიძის ფრონტი და ვერ შევიდა საქართველოში და აი ეს თამარა 1-ის მებრძოლები იყვნენ ფაქტობრივად მოწყვეტილები. გერმანულთა ვისი შვილი იყო მაგაში? ვიღაც აღარ მახსოვს, ცნობილი შვილი. მათე კერესელიძე? ხო. მათე კერესელიძე, ხო, გიორგი კერესელიძის შვილი. რომელიც ჩავარდა ტყვეთ, ესე იგი, ამ მედესანტების ბედი ტრაგიკული იყო, უმეტესობა დაიღუპა. მაგრამ საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ აი ამ მედესანტების ისტორიიდან ჩანს თვითონ ქართველი მოსახლეობის დამოუკიდებლობა საბჭოთა ხელისუფლებისადმი. მათე კერესელიძე და მისი მეორე მეგობარი, ვინც მათი დესანტირება ერთად მოხდა, ესე იგი, იყო ესეთი დათიკო ხარისჭირაშვილი. ესენი იმალებოდნენ რაჭაში, სხვათა შორის ერთი გლეხის ოჯახში და გაძლეს 2.5 თვე შენ წარმოიდგინე. აი მიუხედავად იმისა, რომ იმავე სექტემბერში 1942 წლის არა გამოშვებული იქნა ბრძანება თვითონ საბჭოთა ხელისუფლების მიერ გერმანელი მედესანტების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, შეიქმნა გამანადგურებელი ბატალიონები
ოჯახს ემუქრებოდა სრული ამოჟლეტა იმ შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდებოდა რომ ისინი იფარავდნენ მედესანტეებს და პარაშუტისტებს არა ამის და მიუხედავად ამ გლეხებმა შეიფარეს და 2.5 თვეშენ წარმოიდგინე ესე იგი ინახავდნენ ამ ხალხს ხო 2.5 თვის შემდეგ იქნენ აღმოჩენილნი ეკეთება ვიღაცა მან დაასმინა რაღაცა ხო და ყოველ შემთხვევაში ეს მოწმობს რომ საბჭოთა დახვრიტეს ხადია ხო არა არ დაუხრეტიათ ესე იგი მოხდა შეტაკება ესე იგი ამ გამანადგურებელ ბატალიონის წევრებსა და მათე კერესელიძესა და დათიკო ხარისჭირაშვილის შორის ხარისჭირაშვილი მოკლეს და მათე კერესელიძე დაჭრეს და დაჭრილი ჩავარდა ტყვედ და არსებობს უშიშროების სამინისტროში არსებობს კიდევაც საქმე მათე კერესელიძის მე მქონდა და ვიმუშავე და ეს შევიტანე ეს ყველაფერი ესე იგი ამ წიგნში მათე გადარჩა ეთყობა იმიტომ რომ მაინც ის ცნობილი ემიგრანტების შვილი და შვილი იყო გიორგი კერესელიძე ცნობილი იყო ასევე ლეო კერესელიძეც ბიძამისი იყო ესე იგი და მე ვარაუდობ რომ როგორც ჩანს ამ ემიგრანტებზე ზემოქმედების მიზნითაც რაღაცნაირად ესე იგი გადაწყდა არ დაეხრიტათ მაგრამ მოუწია თანამშრომლობაც ახლა არა თანამშრომლობა არ მგონია რომ მოუწია იმიტომ რომ თანამშრომლობა რომ მოწევა მაშინ არ გადაასახლე მაგი გაასახლეს ეგრევე ყაზახეთში იყო გადასახლებული მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ცოცხალი დატოვეს რომ იქნებ დაგჭირდეს მომავალში სტალინიზმი ისე ჩამთავრდა რომ ცოცხალი იყო ხო და ომი ისე ჩამთავრდა რომ გადარჩა და საბოლოო ჯამში ხრუშჩოვის დროს განთავისუფლებულ იქნა ესე იგი იმაში მაგრამ თანამშრომლობაზე არ მგონია იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მეუშროების მასალებში ამ ინფორმაციას ვერ წავაწყდი საინტერესო არის და ხო ძალიან საინტერესოა სხვადასხვა იმ ემიგრანტებიდან ვინც ტყვედ ვარდებოდა გადარჩენის შანსი ჰქონდა იმას ვისაც კავშირები ჰქონდა თვითონ ემიგრაციის ხელმძღვანელებში განსაკუთრებით პროგრამულ ხელმძღვანელებში იმ დროს ვისი გამოყენებაც შეიძლებოდა ამათი აზრით უარი რომ ცეთქვა თანამშრომლობაზე არ ხრეტდნენ და როგორც ჩანს მაინც ყოველი შემთხვევისთვის იგი ინარჩუნებდნენ მას აი ესეთი სიტუაცია იყო აი აქ ეს ჯგუფები იყო კიდე პლუს ამას ქართველების ხო ანუ არის შალვა მაღლაკელიძე ვთქვათ იყო მასთან არც თუ მეგობრულად ყოფი ჯგუფებიც რომლებიც ასევე ნაცისტებს მუშაობდნენ მე ვიტყოდი როგორ ახლა შალვა მაღლაკელიძეს რაც შეეხება ნუ შალვა მაღლაკელიძე ცნობილი ემიგრანტი იყო პირველ რესპუბლიკაში იყო ახალქალაქი ახალციხის გენერალ-გუბერნატორი. პირველ რესპუბლიკაში იყო ახალციხის გენერალ-გუბერნატორი, მერე კახეთის გენერალ-გუბერნატორიც იყო და სხვათა შორის აი თბილისის გენერალ-გუბერნატორიც იყო, იმიტომ რომ როდესაც ქართული ჯარი ტოვებდა თბილისს 25 თებერვალს 1921 წელს, ჟორდანია წერს თავის მემუარებში სხვათა შორის, რომ მაღლაკელიძეს დავავალე შესაბამისი ესე იგი განცხადების გავრცელება მოსახლეობას შორის, ესე იგი აი ამ იმისი პროკლამაციების თბილისის დატოვებასთან დაკავშირებით. ნუ მაღლაკელიძე ემიგრაციაში მოხვდა 1922 წელს, ცხოვრობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რიგაში. ჯერ იყო სოციალ-დემოკრატი და შემდგომში უკვე 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან შევიდა თეთრ გიორგიში. მერე თეთრ გიორგიში როდესაც მოხდა, ესე იგი, ეს განხეთქილება მოხდა ლეო კერესელიძის ჯგუფსა და მანველიშვილის ჯგუფს შორის, შექმნა საკუთარი დაჯგუფება ქართლოსი. ვიქტორ ნოზაძესთან ერთად და ჟურნალისტს გამოდიოდა სხვათა შორის. ნოზაძე ეროვნულ-დემოკრატი იყო. ნოზაძე სოციალ-დემოკრატი იყო და მერე გახდა თეთრ გიორგიები, ესე იგი, ისე როგორც შალვა მაღლაკელიძე. და შალვა მაღლაკელიძე იყო ამავე დროს აბვერის დაძაბვის ოფიცერი, აბვერის სამსახურში იყო ფაქტობრივად 1937 წლიდან და 1942 წელს როდესაც დაიწყო უკვე პოლონეთში, ვესოლაში და შემდგომ კრუშინოში ამ ბატალიონების ჩამოყალიბება დაინიშნა ის, იქ როგორც აბვერის ოფიცერი, ფაქტობრივად, ვინც პასუხისმგებელი იყო ლეგიონერთა შესაბამის პროპაგანდაზე და ესე იგი ლეგიონერთა შორის შესაბამისი ესე იგი ამ განწყობის იმას რა ქვია, ჩამოყალიბება. ბიჭიც საკმაოდ ეს იყო გამოჩენილი იყო. მისი ვაჟი გაიოს მაღლაკელიძეც, სხვათა შორის გაიოს მაღლაკელიძე იყო გაზეთ საქართველოს რედაქტორი 1953 წლამდე. ესე იგი 1953 წლის შემდეგ შეცვალეს. ესე იგი ის აღარ იყო, მაგრამ 52 არჩევნებრივი იყო საქართველოს რედაქტორი ასევე ხო თუ არ ვცდები? არა, ესე იგი პირველი რედაქტორი იყო გაიოს მაღლაკელიძე. ხო და ფაქტობრივად ესე იგი მაღლაკელიძე 42 წელს თამაშობდა გადამწყვეტ როლს გავლენის თვალსაზრისით, ესე იგი აი ამ ბატალიონებზე, რომელიც შეიქმნა პოლონეთში. იმიტომ რომ
ეს ჩანს თუნდაც იქედან, რომ 1942 წლის აგვისტოში, როდესაც 795 ბატალიონი, პირველი ბატალიონი გაუშვეს ბრძოლის ხაზზე, მაღლაკელიძე, რომელსაც არავითარი ოფიციალური ჩინი არ ჰქონდა მაგ ბატალიონში, არა, ესე იგი, ფაქტობრივად იყო ბატალიონის მეთაურის ობერლეიტენანტ შირის მრჩეველი, ესე იგი, მის დამოკიდებულებაში ქართულ, ესე იგი, პერსონალთან. და საკმაო გავლენაც ჰქონდა. გაზეთში ყოველთვის აღინიშნებოდა, რომ ეს არის პირველი ქართველი ლეგიონერი, რომ ეს არის, ესე იგი, ფაქტობრივად და აღსანიშნავი ისიც არის, ფაქტობრივად 1953 წლის გაზაფხულზე პირველ ბატალიონს, ესე იგი, 795 ბატალიონს, რომელიც ამ დროს უკვე პოლონეთში დაბრუნებული იყო კავკასიის ფრონტიდან და გამოიჩინა თავიანთ ბატალიონმა კავკასიის ბრძოლებში, არა, ეწოდა შალვა მაღლაკელიძის სახელი. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამე, რომ ემიგრაციის სხვა ჯგუფებს უნდათ ამ ბატალიონებზე გავლენის შესაბამისი დამყარება. ერთ-ერთი ეგეთი ჯგუფი მაღლაკელიძის კონკურენტი იყო ჯგუფი, რომელიც იყო შეკრებილი ცნობილი ქართველი ემიგრანტის გრიგოლ ალშიბაიას გარშემო, ესე იგი. გრიგოლ ალშიბაია იყო ცნობილი მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი იყო და 1929 წელს პირველ რესპუბლიკაში იყო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, დიახ, ელჩი აზერბაიჯანში და 1950 ფაქტობრივად 1939 წელს უკაცრავად, ესე იგი, როცა გერმანელებმა უკვე, ესე იგი, დაიპყრეს პოლონეთი, დაინიშნა ფაქტობრივად ქართული კოლონიის, კავკასიური კოლონიის ხელმძღვანელად ვარშავაში. და რა თქმა უნდა, კაცი იყო ამბიციური, მას ჰქონდა თავისი გეგმები და აქ მისი ამბიციები რაღაცნაირად მოვიდა, ესე იგი, ამ შემთხვევაში კონფლიქტში მაღლაკელიძის ამბიციებთან. მაგრამ გრიგოლ ალშიბაიას ჰქონდა მთავარი უპირატესობა, ესე იგი, პირველი, რომ მაღლაკელიძე საბოლოო ჯამში იყო გრაფ შულენბურგის კრეატურა, ესე იგი, ეს ჩანს კიდევაც, სწორედ გრაფ შულენბურგმა დაპატიჟა მაღლაკელიძე ადლონში და მის უწყობდა მას ხელს და ასევე გენერალი კიოსტრინგიც, რომელიც შულენბურგის მეგობარი იყო და რომელიც იყო პასუხისმგებელი, ესე იგი, აი ამ მოხალისეთა ბატალიონებზე, კავკასიურ ბატალიონებზე, ასევე მაღლაკელიძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ მეორეს მხრივ ალშიბაიას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროსთან, ანუ როზენბერგთან, ესე იგი. და გარდა ამისა, უკვე უნდა აღინიშნოს, რომ 1953 წლიდან დამოკიდებულება ბატალიონებისადმი შეიცვალა, ესე იგი, ახლა უკვე გერმანელები დათანხმდნენ იმაზე, რომ ამ ბატალიონებში, ლეგიონერთა ბატალიონებში, როგორც ორდონანს ოფიცრები, ესე იგი, ანუ ფაქტობრივად მეკავშირე ოფიცრები დანიშნულიყვნენ ქართველი ოფიცრები ემიგრაციიდან, ანუ ძირითადად ოფიცრები, რომლებიც მსახურობდნენ ადრე პოლონეთის არმიაში. და მოხდა ის, რომ აი თითო ბატალიონში დაინიშნა თავისი, ესე იგი, ეგეთი მეკავშირე ოფიცერი, მაგალითად 797 ბატალიონში დაინიშნა მოკავშირე ოფიცერი დიმიტრი შალიკაშვილი, ჩვენი ცნობილი, ესე იგი, ჯონ მალხას შალიკაშვილის მამა, არა, ესე იგი, 799 ბატალიონში დაინიშნა თუ სწორედ მახსოვს ვანა ბაქრაძე 798-ში გაინიშნა სიმონ კობიაშვილი და სხვები და ფაქტობრივად ესე იგი ამა და ეს ოფიცრები ესენი წარმოადგენენ ძირითადად ალშიბაიას გარშემო გაერთიანებულ ადამიანს, იმიტომ ისინი პოლონეთში ცხოვრობდნენ და შესაბამისად კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. იმ დროს, როდესაც მაღლაკელიძე ძირითადად ბალტიისპირეთში ცხოვრობდა და ნუ პოლონეთში ამ სიტუაციას მაინც და მაინც ესე იგი ისე არ იყო ახლოს ამ ოფიცრებთან, რის შედეგადაც უკვე ფაქტობრივად მაღლაკელიძის გავლენა 53 წლის გაზაფხულზე უკვე 53 წლის უფრო უკაცრავად სექტემბრიდან შედარებით შემცირდა და 1942 წელს მაღლაკელიძე საერთოდ გაანთავისუფლეს, ესე იგი თავის თანამდებობიდან. რატომ? იმიტომ რომ კავკასიის ბრძოლის დასრულების შემდეგ უკვე გერმანელებმა მიიღეს ბრძანება, რომ აღმოსავლური ლეგიონები, მათ შორის ქართული ლეგიონის გადაესროლათ დასავლეთის ფრონტზე, ესე იგი საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში და ასე შემდგომ. რადგან ვინაიდან მაინც ესე იგი როგორც ჩანს ჰიტლერი არენდობოდა, ხო, ნდობა არ იყო, ჰიტლერი არენდობოდა როგორც ჩანს ესე იგი ამ აღმოსავლელ მოხალისეებს და მიაჩნდა რომ მათი გამოყენება ესე იგი აი მეორე ხარისხის ფრონტზე უფრო არის უპრიანი, რაც მისცემდა საშუალებას გერმანელებს გაენთავისუფლებინათ საკუთარი ბატალიონები და გაეგზავნათ უფრო მოტივირებულები აღმოსავლეთის ფრონტზე, ესე აღმოსავლეთის ფრონტზე. და მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა გელენმა, ესე იგი, რომელიც იყო გერმანული სამხედრო დაზვერვის, ესე იგი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წარუდგინა ფიურერს კიდევაც, ესე იგი, შესაბამისი ცნობები, რომ
ამ ბატალიონებში არც დეზერტირობის და არც ღალატის ისინი მაინც და მაინც არ არის იმაზე მაღალი ვიდრე გერმანულ ნაწილებში, ну, აი მაინც ჰიტლერმა ესეთი გიორგი, აქ ჩართვის ერთი კითხვა მაქვს დაზუსტებისთვის. ანუ ეს ხო ნაცისტური ხელისუფლება არის და მათ აქვთ ასე ვთქვათ იერარქია ეთნოსებისა, ვთქვათ არიული რასა არის ყველაზე მაღლა, ნუ სლავები გასანადგურებლები არიან, ებრაელები სლავებზე მეტად გასანადგურებლები. აი ამ სკალაში სად ხედავდნენ ქართველებს და კავკასიელებს მაგაზე თუ შეხვედრია რამე? მე შემხვედრია უშუალოდ ორი ესეთი პლასტი დოკუმენტების. პირველი ეს არის წმინდა სამხედრო დოკუმენტები. აქ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თვითონ ჩრდილოეთ კავკასია უკრაინისგან განსხვავებით არ ყოფილა დაუშვათ ნაცისტური ცივილური ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ. ანუ ჩრდილოეთ კავკასიას იმ დროს, როდესაც იქ ვერმახტი იყო, განაგებდნენ სამხედროები. და უშუალოდ ევალდ ფონ კლეისტი, რომელიც იყო იმ ჯარების სარდალი, რომელიც იმყოფებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყველაფერს აკეთებდა, რომ კავკასიელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და გაავრცელა კიდევაც უზარმაზარი რაოდენობა პროკლამაციების, უზარმაზარი რაოდენობა, ესე იგი მითითებების გერმანულ ჯარებში, რომ მაქსიმალურად კარგად მოეპყარეთ ჩრდილოეთ კავკასიელებს, გახსოვდეთ, რომ ესენი რუსები და სლავები არ არიან, რომ ესენი პოტენციალურად ჩვენი მოკავშირეები არიან და ფაქტობრივად, ესე იგი, ჩრდილოეთ კავკასიაში არ იყო არც ანტიგერმანული პარტიზანული მოძრაობის შემთხვევები, არც არავითარი ესეთი ექსცესები და თვითონ გერმანული ჯარების დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ კორექტული იყო. მაგრამ როგორც ასეთ პოლიტიკა არ ყოფილა, ვთქვათ, კავკასიელები ესენი არიან, ესეთი არტიკულირებული არ ქონდა. არა, არტიკულირებული არ ყოფილა. მაგრამ თურქებისადმი ქონდა ძალიან პოზიტიური. ნუ თურქებისადმი პოზიტიური ეს ჯერ მოდიოდა ჯერ პირველ მსოფლიო ომიდან და მეორე ეგერთი კიდე იმედი ქონდა ჰიტლერს, რომ როგორმე ჩაითრევდა თურქეთს ომში საკუთარ მხარეს. მაგრამ ნუ ეს ჩვენ გვახსოვს, რომ არ გამოვიდა. ну ფაქტობრივად მან როგორ იყო ჰიტლერი გამოდიოდა საბოლოო ჯამში პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებიდან. ესე იგი და ამბობდა რომ მე მაქვს ნდობა მუსულმანი ხალხების მაგრამ აი ქრისტიანებს მაინც და მაინც დიდად არ ვენდობი, სომხებს და ქართველებს დიდად არ ვენდობიო. მაგრამ ეს არის გამონათქვამები, ეს არ იყო რაღაცა ესე იგი ესეთი პოლიტიკა და ჩვენ გვაქვს უშუალოდ დოკუმენტები, რომლებიც მოდის როზენბერგის უწყებიდან, ანუ აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროდან. როზენბერგმა ჯერ კიდევ 1951 წელს მოამზადა დიდი მოხსენება კავკასიის შესახებ, სადაც თვლიდა, რომ კავკასია უნდა შექმნილიყო როგორც ცალკე რაიხსკომისარიატი. თან საინტერესო რა არის, რომ მის გეოპოლიტიკურ აზროვნებაზე აშკარად შეინიშნება პრომეთეისტური იდეების გავლენა. რა თვალსაზრისით? მე ვარაუდ, რომ ნიკურაძის მეშვეობით. ეთყობა ნიკურაძე იყო, მაინც ესე იგი ნიკურაძე იყო, როგორც ჩანს გათვითცნობიერებული, ესე იგი ამ პრომეთეისტულ მოძრაობის შესახებ. და ეთყობა მრჩეველიც იყო, თან როზენბერგის მრჩეველიც იყო და კონტინენტალური ინსტიტუტის დირექტორი იყო, რომელიც გეოპოლიტიკურ საკითხებზე მუშაობდა, დაწერა კიდევაც 3 წიგნი, ესე იგი ამ პრობლემაზე, კავკასიელს უძღვნა ცალკე წიგნი. და სადაც ფაქტობრივად ასაბუთებს იმ აზრს, რომ კავკასია არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ფაქტორი რუსული, ესე იგი იმპერიალიზმის ექსპანსიის. ანუ როზენბერგის გეოპოლიტიკური პროექტით უნდა შექმნილიყო 4 კომისარიატი, ესე იგი ოსტლანდი მოიცავდა ბალტიისპირეთს და ბელორუსიას, უკრაინა, რომელიც მოიცავდა თანამედროვე უკრაინას ყირიმის ჩათვლით, კავკასიას და თურქესტანს, ესე იგი. თურქესტანი ან ცენტრალური აზია. თურქესტანი ცენტრალური აზია. ანუ ფაქტობრივად აი ამ 4 რაიხსკომისარის, რომელიც უნდა შექმნილიყო, ესე იგი, აი სესერე კავშირის, ესე იგი, რუსეთის უბრალოდ საზღვრის მთელი პარამეტრზე არა, მთელ სივრცეზე არა, უნდა შეეკავებინა ამათი, ესე იგი, ექსპანსია. და კავკასიას მოიაზრებდა გაერთიანებულს ფაქტობრივად კონფედერაციული ტიპის გაერთიანებაში, რაიხსკომისარიატ კავკასიას, რომელიც უნდა შემდგარიყო ესე იგი 4 შემადგენელი ნაწილისგან, ესე იგი იყო გენერალური, ესე იგი ოლქი საქართველო, გენერალური ოლქი აზერბაიჯანი, სომხეთი და ჩრდილოეთ კავკასია ფაქტობრივად, ანუ 4 ნაწილისგან. თან სომხეთს სხვებთან შედარებით დაბალი სტატუსი ჰქონდა, რატომღაც ესე იგი ეთყობა მაინც და მაინც სომხების მიმართ არ იყო კარგად განწყობილი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ დოკუმენტში, რომელიც ამ წიგნში არის თარგმნილი და მოყვანილი სრულიად, არა პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ქალაქად ამ გაერთიანების უნდა ვაღიაროთ თბილისი, იმიტომ რომ თბილისი არის დედაქალაქად. თბილისი უნდა იყოს ამ ესე იგი რაიხსკომისარიატის დედაქალაქი.
ანუ ესე იგი რეიხსკომისარის უბრალოდ და რეიხსკომისარის თანამდებობაზე დანიშნული იქნა ამ დროს უკვე არნო შიკედანცი, როზენბერგის ერთ-ერთი ახლო თანამშრომელი. და ფაქტობრივად ამავე დროს კავკასიის რეიხსკომისარიატის ხო ეს. ანუ არ აკონტროლებდნენ, მაგრამ რაიხსკომისარიატი უკვე შექმნეს. რაიხსკომისარიატი წინასწარ შექმნეს, რა თქმა უნდა. და ამავე დროს საინტერესო ის არის, რომ პირდაპირ წერია ამ დოკუმენტში, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენს პოლიტიკაში უნდა დავიწყოთ ქართველებს. იმიტომ ქართველები არიან ყველაზე აქტიურები, ყველაზე გერმანულად და პროევროპულად განწყობილები. ისტორიის განმავლობაში ესენი ავლენდნენ ყველაზე დიდ ენერგიას სახელმწიფოების შექმნაში და ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივანიჭოთ, ესე იგი, ბუკვალურად ეგრეთ წევრია, წამყვანი როლი მომავალი ფედერალური თავრობის შიგნით. როგორ არ გავიხსენო, ესე იგი, ერთი აი ეს ნიკურაძის გავლენა როზენბერგზე შენახსენდა, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ვინ უჩურჩულებს ყურში. იმიტომ რომ ხა იმ გერმანელებს არ აქვთ ასეთი დეტალური ცოდნა ამის და თუ სანდო კაცი არის აქედან ვინმე ვინც უჩურჩულებს ყურში, ეს დიდ გავლენას ახდენს. ანალოგიურად ქართული კომიტეტი რო იყო 14-18 წლებში, ამათმაც შეძლეს რომ გერმანელები იგივე პოზიციას დაიყენებინათ, რომ ქართველები ლიდერები უნდა იყვნენ აქ და რაღაცა რეგიონში. მერე უკვე ბრიტანელების დროს, ბრიტანელები რო შემოდიან 19 წლიდან, იყო ესეთი ბრიტანეთის საქართველოს წარმომადგენელი, დიპლომატიური წარმომადგენელი დავით ღამბაშვილი, ძალიან ცნობილი კაცი. და უნარიანი კაცი, რომელიც იყო უახლოესი მეგობარი რუსეთის საკითხებში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ექსპერტისა, ესეთი კაცი იყო ჯეიმს სიმფსონი. და ეს სიმფსონს უჩურჩულებდა ხოლმე ღამბაშიძე ყურში რაღაცებს უჩურჩულებდა. ეს მერე ღამბაშიძის ჩურჩული გამოდიოდა ხოლმე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მემორანდუმებში, დასკვნებში და ესე იგი გაქონდა ეს პოზიცია. ზუსტად ანალოგიური, რომ საქართველოს უნდა იყოს, ჩვენ საქართველოს უნდა დავეყნოთ, ლიდერი უნდა იყოს საქართველოს და ასე შემდეგ. დიახ. და შესაბამისად, ესე იგი ამ პროექტის მიხედვით, ესე იგი, ანუ ქართველები უნდა ყოფილიყვნენ წამყვარ პოზიციებზე, ესე იგი, აი ამ მომავალი რეიხსკომისარიატის ფარგლებში. ნუ ჩვენ ვიცით ახლა რომ გერმანელებმა ვერ შეაღწიეს საქართველოში და ეს პროექტი ვერ განხორციელდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დოკუმენტი არსებობს. ეს აშკარა არის. ახლა რაც შეეხება 1953 წელს, არა, 53 წელს თვითონ გერმანელთა დამოკიდებულებაში ქართველ ლეგიონერებისადმი უკეთესობისკენ მოტრიალება შეიმჩნევა, ესე იგი, ანუ რაში. თუ 1952 წელს შეიქმნა ეროვნული კომიტეტი, ესე იგი, ახლა მანდ როგორი სიტუაცია იყო ადლონის კონფერენციის შემდგომ, ადლონის კონფერენცია ხო ფაქტობრივად უშედეგოდ დამთავრდა. თვალსაზრისით რომ შულენბურგი ჩააჩოჩა როზენბერგმა. შულენბურგი ჩააჩოჩა როზენბერგმა, მაგრამ შულენბურგმა ფაქტობრივად აჯობა როზენბერგს ერთ რამეში, ესე იგი, ფაქტობრივად. ის რომ ეროვნული კომიტეტები შექმნილ იქნა, თავიდან როზენბერგი ამ კომიტეტების შექმნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ კომიტეტი შეიქმნა რატომ? იმიტომ რომ შულენბურგმა წარმოადგინა საქმე ისე, რომ მე უკვე ეს ემიგრანტები დავპატიჟე, მე უკვე შესაბამისად დაპირებები მივეცი და ახლა ესენი ხელცარიელნი რომ დაბრუნდნენ უკან, ეს გამოიწვევს გერმანიის პრესტიჟის დაცემას და ემიგრაციაში, ესე იგი, ძალიან დიდ გულაცრუებას. ამიტომ ეროვნული კომიტეტები შექმნეს, ქართულ ეროვნულ კომიტეტში თავმჯდომარე იყო მიხაკო წერეთელი, წევრები იყვნენ სპირიდონ კედია, ლეო კერესელიძე, ზურაბ ავალიშვილი. ანუ თითქმის ადგაის ქართული კომიტეტი, რომელიც 98 წელს ფაქტობრივად როგორ იყო? ფაქტობრივად ეგრე იყო, ესე იგი და ის რა ზურაბ ავალიშვილი წერდა კიდევაც ფაქტობრივად, რომ აი თავადმა ბაგრატიონმა, რომელიც სხვათა შორის ირაკლი ბაგრატიონმა, რომელიც საბოლოოდ არ იქნა დამტკიცებული ამ კომიტეტის, ესე იგი, თავმჯდომარის თანამდებობაზე, მიაღწია იმას, რასაც მაჩაბელმა მიაღწია გერმანელებთან 1914 წელს. აი ავალიშვილის სიტუაცია ესეთი. და ხო, მაგრამ ერთი განსხვავება არის აქ მნიშვნელოვანი ამ 14-18 წლებთან, რომ აი ამ 14-18 წლებში განსაკუთრებით 18 წელს, როცა უკვე დამოუკიდებლობა ცხადდება, საქართველოს საკითხი განიხილება უმაღლეს დონეზე, ესე იგი, ლუდენდორფი, კიულმანი, ანუ ეს ჯარების სარდალი, საგარეო საქმეთა მინისტრი, იმპერატორი, რაიხსკანცლერი ამ დონეზე განიხილავენ საქართველოს საკითხს. ახლა აქ
რაღაცა ჰიტლერის და გერინგის და ამათ დონეზე ვერ ავიდა საქართველოს. არა, ეგ ამბავი ვერ გავიდა ელემენტარულად, იმიტომ გერმანელებმა ვერ დაიკავეს საქართველოს. მაშინ საქართველოს დაკავებული ჰქონდათ გერმანულ ჯარებს და გერმანული ჯარები ადგილზე იყვნენ და რა თქმა უნდა მაშინ ლუდენდორფის და ჰინდენბურგის დაინტერესებულნი იყვნენ. რა ესე იგი თან რა მიზნები თან რა გეგმები ჰქონდათ შენ ისი კასპიაზე გასვლა და კასპიის იქეთ კიდე რაღაცა მოქმედება და ყველაფერი და ახლა მან 42 წელს ვინაიდან გერმანელები საქართველოში ვერ შეაღწიეს შესაბამისად რა თქმა უნდა ურთიერთობაც დაბალ დონეზე იყო როზენბერგის დონეზე იყო ძირითადად ესე იგი რაღაც მინისტრია ახლა არა პატარა კაცი ხო რა თქმა უნდა პატარა კაცი არ არის და 1950 ფაქტობრივად 1953 ესე იგი მან როგორი სიტუაცია იყო ეს ეროვნული კომიტეტები რომლებიც შეიქმნა რა არსებობდა ფორმალურად მაგრამ ეროვნული კომიტეტებს ფაქტობრივად ძალიან შემცირებული ფუნქციები ჰქონდათ ახლა მაგალითად ჰქონდა საშუალება ქართული ეროვნული კომიტეტის წევრებს დაუშვათ მისულიყვნენ ლეგიონერებთან ჩაეტარებინათ პროპაგანდისტული საუბრები გამოეცათ გაზეთი და ასე შემდგომ მაგრამ პოლიტიკის შექმნაზე რა თქმა უნდა პოლიტიკაზე ესე იგი მათი გავლენა არ იყო ისეთი ძლიერი მე ვარაუდობ რომ ნიკურაძის გავლენა გაცილებით უფრო ძლიერი იყო ვიდრე ამ კომიტეტის რა თქმა უნდა იმით რომ ნიკურაძეს ჰქონდა პირდაპირ ესე იგი მისასვლელი პირდაპირ ნიკურაძის ბიოგრაფიაზე მანამდელზე და შემდეგზე რა არის ცნობილი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კაცი გამოდის. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი კაცი გამოდის, ქიმიკოსი იყო სპეციალობით, გაიგზავნა როგორც სტიპენდიანტი ქართული მთავრობის, ესე იგი გერმანიაში, ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოს დროს, დარჩა გერმანიაში, შეირთო ცოლად გერმანელი და ფაქტობრივად, ესე იგი ბევრი დაწყებისას დაახლოებით 40 გადაცილებული იყო და ძალიან გაგერმანელებული იყო, მაგრამ ქართული პატრიოტი იყო და ყველა მისი წიგნი რომელიც გამოიცა ფსევდონიმით ზანდერსი, ესე იგი ალექსანდრ ზანდერსი, ისე შემდგომში ალექსანდრ ნიკოლაძე. და მე სად კვდება სადმედის სოფლიო მისმა. ის იყო რა ქვია, ომის შემდგომაც აქტიური იყო, გერმანიაში დარჩა, ომის შემდგომაც აქტიური იყო და არ დაიჭირეს. არაფერი, ესე იგი, არაფერი პრობლემა მაგას არ ჰქონდა. უნებრივი სიკვდილით მოკვდა. უნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. და ამ როზენბერგის უწყებაში იყვნენ სხვა მოღვაწეებიც, გერმანელი მოღვაწეებიც, რომლებიც იყვნენ ძალიან პროკავკასიური და პროქართულად განწყობილები. აქ მე უნდა აღვნიშნო პირველ ყოვლისა პროფესორი გერჰარდ ფონ მენდე. გერჰარდ ფონ მენდე იყო კავკასიური და თურქულენოვანი ხალხების განყოფილების უფროსი. რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ესე იგი შემოეტრიალებინა უკეთესობისკენ მდგომარეობა. რაში მდგომარეობდა ის, რომ 1953 წელს ეს ეროვნული კომიტეტების ადგილზე, ესე იგი შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამეკავშირეო შტაბი. ესე იგი სამეკავშირეო შტაბები უпростоად თითო კავკასიელი ერისთვის საკუთარი სამეკავშირეო შტაბი, Verbindungstab, ეგრე ერქვა გერმანულად. და აი ამ სამეკავშირეო შტაბს კი, რა თქმა უნდა, იმასაც წმინდა ტექნიკური და ესეთი ჰქონდა ფუნქციები ჰქონდა, მაგრამ ის კონკრეტული ფუნქციები ჰქონდა და ყოველ შემთხვევაში უფრო აქტიურად დროს თამაშობდა, ესე იგი სამეკავშირეო შტაბი, ვიდრე ეროვნული კომიტეტი, რომელიც ფორმალურად არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ჰქონდა რაღაცა ესეთი, აი როგორიც ძირითადად პროპაგანდას ეწეოდა და ნუ შეეძლო მემორანდუმების გაგზავნა, ზურაბავალიშვილმა მაგალითად 4 მემორანდუმი გააგზავნა, ესე იგი რაიხის მთავრობის სახელზე, მაგრამ ნუ რეალურად ესე იგი ფაქტობრივად როგორ იყო, იცი, თვითონ ლეგიონერებთან ურთიერთობა ადვილი არ იყო, იმიტომ რომ ყველაფერი ამ გერმანულ ოფიცრებზე იყო დამოკიდებული, ისინი არ იყვნენ ვალდებულნი მაინც და მაინც რომ ესენი შეეშვათ და ნუ ეგ ყველაფერი ესე იგი ანუ კომიტეტების უფლებები შეზღუდული იყო თავისთავად. ძირითადად პროპაგანდით იყო შეზღუდული და ლეგიონერებისადმი წოდომაც ყოველთვის არ იყო ადვილი. და აი Verbindungstab რაც შეეხება, ესე იგი Verbindungstabის მთავარი ფუნქცია იყო სამხედრო. ანუ არსებობდა სამხედრო განყოფილება, რომლის სათავეში იყო ობერლეიტენანტი გივი გაბლიანი. გაბლიანი ცნობილი მოღვაწე იყო. აი შენი წიგნის უკანახტაზე არის დიახ, ჩემი წიგნის უკანახტაზე არის მისი ფოტო. ცნობილი მოღვაწე ეგნატე გაბლიანის შვილი იყო, მამამისი შეეწირა 1927 წლის რეპრესიებს. და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, უბრალოდ გერმანელთა მხარეს გადასვლის შემდეგ, მსახურობდა ბატალიონ ბერგმანში, გამოიჩინა თავი კავკასიაში და ამის შემდეგ ფაქტობრივად ამეთ არის სიმპათიური ბიჭია. ხო, არა, ის იყო რა ქვია, ლამაზ შესაძლებლობის კაცი იყო. ხო, და ფაქტობრივად ესე იგი აი გაბლიანს ჩააბარეს რა ურთიერთობა უპირველეს ყოვლისა ბატალიონებთან.
ანუ თუ კი რაღაცა პრობლემები იყო დაუშვათ გერმანულ პერსონალს და ქართულ პერსონალს შორის, თუ კი რაღაცა გაუგებრობა იყო, ეს Verbindung штаბი უნდა ჩარეულიყო და უნდა აღმოეფრო ეგ პრობლემები, ესე იგი. სამოკავშირო штаბი. სამოკავშირო და ჩვენ უნდა გვახსოვდეს 53 წელი ეს არის ის პერიოდი, როდესაც ბატალიონების რიცხვი აღწევს თავის მწვერვალეს, ესე იგი, ანუ შეიქმნა 13 ბატალიონი, ქართული ბატალიონი, გერმანული არის შემადგენლობაში. ესე იგი ნომრები იყო 795, 796, 797, 798, 822 და 823. პლუს კიდე არ დავათ ეს არის ბატალიონები, რომელიც შეიქმნა პოლონეთის ტერიტორიაზე. ამავე დროს უკრაინის ტერიტორიაზე, ესე იგი გერმანული 162 დივიზია აყალიბებს 4 ქართულ ბატალიონს, ესე იგი 2-4 1-198 და ესე იგი ხო და ფაქტობრივად ესე იგი 13 ბატალიონია შექმნილი სულ. მაგრამ 13 ბატალიონი დაახლოებით არის, სრული კომპლექტაცია თქო 13000 კაცამდე ვერ იქნება, ხო? გასაგებია, მაგრამ და 35000-მდე როგორ ავდივართ? 35000-მდე იმით ავდივართ, რომ შემდგომში ხდება პოლკის ჩამოყალიბება, კავალერიის პოლკის ჩამოყალიბება იტალიაში. ჩრდილოეთ იტალიაში. პოლკში რამდენი კაცია? პოლკში დაახლოებით უნდა იყოს მინიმუმ სადღაც 3000 კაცამდე, ან 4000 კაცამდე. ამ პოლკს მეთაურობს, ესე იგი, ანუ ესე ხო, ესე იგი, დაახლოებით დღევანდელი ბრიგადის. ხო, პოლკს მეთაურობს ცნობილი, ესე იგი, მოღვაწე პოლკოვნიკი ფრიდონ წულუკიძე, რომელსაც სხვადასხვა ისახელა, ესე იგი, ბათუმისგან თავისუფლება ის ბრძოლების 1921 წელს, როდესაც თურქების წინააღმდეგ ბრძოლები იყო ბათუმში, აი მან ისახელა თავი წულუკიძე. და მერე საინტერესო ის არის, რომ ჯერ შოფრად იყო პარიზში, მერე გახდა ქართული თავადაზნაურობის საზოგადოების ერთ-ერთი თავმჯდომარე, ესე იგი, უბრალოდ თავმჯდომარე იყო გიორგი მაჩაბელი, მისი მოადგილე იყო, ესე იგი ფრიდონ წულუკიძე. და 30-იან წლებში უკვე ფრანგულ კოლონიალურ არმიაში მსახურობდა მაროკოში, მაროკოელ სპაის ესკადრონს ხელმძღვანელობდა. და აი დაინიშნა, ესე იგი, ამ პოლკის მეთაურად, ესე იგი. მერე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბატალიონების გარდა არსებობდა ეგრეთ წოდებული სამშენებლო ასეულები. თითო ფაქტობრივად ესე იგი აი არმიათა ჯგუფები ხომ იყო, არმიათა ჯგუფი ცენტრი, დაუშვათ ჩრდილოეთი, სამხრეთი და ასე შემდეგ. იყო ათეულობით ქართული ესე იგი ასეული, რომელიც შედიოდა შესაბამის აღმოსავლურ სამშენებლო ბატალიონებში, ესე იგი, ანუ სხვა ასეულები შედგებოდა დაუშვათ აზერბაიჯანელებისგან, ჩრდილო კავკასიელებისგან, თურქესტანელებისგან, სომხებისგან და ასე შემდეგ და მთლიანად რომ ავიღოთ სტატისტიკით 1944 წლის სტატისტიკით, რომელიც არის წარმოდგენილი გივი გაბრიანის მოხსენებაში 35000 კაცი გამოდის. როგორც საბრძოლო, ისე სამშენებლო ერთეულებში. უდიდეს რაოდენობა არის, უდიდეს რაოდენობა და ესე იგი სხვა სამხრეთ, ანუ შერეული ბატალიონებიც ხო არის, სადაც ერთად არიან ქართველები, აზერბაიჯანები, სომხები და რა თქმა უნდა, ესეთი იყო, თავდაპირველად ესეთი იყო ბერგმანი. ბერგმანი იყო შერეული კავკასიური ბატალიონი, მაგრამ კავკასიაში იმის ყოფნის დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში ყოფნის დროს ობერლენდერმა მიიღო ბრძანება, რომ ბატალიონი გაერზადნოდა და პოლკის დონემდე. და ფაქტობრივად 1953 წელს ბერგმანის ბატალიონი საფუძველზე შექმნეს ბერგმან პირველი ქართული ბატალიონი, ბერგმან მეორე აზერბაიჯანული ბატალიონი და ბერგმან მესამე ჩრდილო კავკასიური ბატალიონი. ანუ თვითონ ბერგმანის რაოდენობას გაიზარდა ეს. და გახდა პოლკი. და გახდა პოლკი ფაქტობრივად. პოლკის დონეზე არ ფაქტობრივად არ გამოუყენებიათ, მაგრამ ქართული ბატალიონი, ესე იგი ასეულიდან ფაქტობრივად ბატალიონი გაიგო. და აი ესეთი ინდივიდუალური შემთხვევები თუ იყო, რომ თქვათ, არაფერი ქართული არ არის, არც ანუ უბრალოდ გერმანელებთან ერთად მსახურობს ვიღაცა ქართველი. რა თქმა უნდა. იყო, ხო? იყო, როგორ არ იყო, ესე იგი. თარჯიმნები იყვნენ, ემიგრანტები, მაგრამ თარჯიმნებად მიდიოდნენ ხშირად, ესე იგი და მსახურობდნენ. და რო შევაჯამოთ ახლა ეს თლიანად კავკასიელები, ანუ 35000 ქართველი თუ იყო, მეტნაკლებად იმავე რაოდენობის სხვა აზერბაიჯანელებიც იყვნენ, სომხებიც და ჩრდილოეთ კავკასიელებიც და ეს კი არის მთლიანობაში 100000 დება კავკასიელთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ. ეს არის მთელი არმია. რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომ ფაქტობრივად 1944 წლიდან ქართული სამეკავშირო შტაბი გამოდის ინიციატივად შეიქმნა კავკასიის განთავისუფლების არმია. ახლა რატომ 44 წლიდან? იმიტომ რომ 1944 წელს გერმანელები იწყებენ საუბარს
რუსეთის განთავისუფლების არმიაზე, რომელსაც ვლასოვის არმიაში რამდენი კაცი იყო? ვლასოვის არმია რეალურად შედგებოდა 2 დივიზიისგან, ესე იგი. ანუ კორპუსათაც ვერ გაიშალა, ესე იგი. ანუ შეხედა ანუ ეს კავკასიელები უფრო მეტრი იყვნენ ვიდრე ვლასოვის არმია. არა, მეტნი არ იყვნენ, ესე იგი რუსები ეს მანდ როგორი სიტუაცია იყო, რუსები იყვნენ ძალიან ბევრი ფაქტობრივად, ესე იგი რუსული აღმოსავლეთის ბატალიონები იყვნენ ძალიან ბევრი. უბრალოდ ბევრი ბატალიონი ვლასოვის არმიაში იმდროს არ შეიყვანეს. არა, რას ვამბობ, რუსების მთლიან რაოდენობას კი არ ვამბობ, ხა მაგდენი ვერ იქნებოდნენ კავკასიელები ბუნებრივია. მაგრამ ცალკე ვლასოვის არმია ცალკე ვლასოვის არმია როგორ იყო, იცით, ცალკე ვლასოვის არმიის ჩამოყალიბებას გერმანელები შეუდგნენ ძალიან გვიან, იმიტომ არ ენდობოდნენ რუსებს და შექმნეს ფაქტობრივად ვლასოვის არმიაში ირიცხებოდა ერთი ბრძოლისუნარიანი დივიზია, პირველი, რომელიც მონაწილეობდა ოდერის ბრძოლებში ბერლინთან 1945 წელს. მეორე დივიზია ბოლომდე მის დივიზიაში მაშინ რამდენი კაცია? დივიზიაში მაშინ 12-13,000 კაცი იყო დაახლოებით, კი. ესე იგი ამ საშტატო განრიგით ეგრე უნდა ყოფილიყო. მაგრამ მთლიანობაში ანუ ეს რუსებიც როა იყო, ანუ ყოფილ საბჭოთა უბრალოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფილი ხალხები რო ყველა ერთად აიღო თავის ვლასოვის არმიან, კავკასიელები ან უკრაინელი უამრავი იყო, ბალტიელებიც იყვნენ, ნუ თურქესტანიდან უფრო ნაკლებად. არა, თურქესტანის ლეგიონი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, სხვა შორის. ყველაზე მრავალრიცხოვანი თურქესტანის ლეგიონი იყო, შორ. აბარა, იმიტომ რომ თურქესტანი ითვლიდა, ესე იგი ცენტრალური აზია. ცენტრალური აზია ითვლიდა ყაზახეთსაც და ყირგიზეთსაც და უზბეკეთსაც და ტაჯიკეთსაც. ესე იგი 100,000-ობით ადამიანზე არის ლაპარაკი. და მან გერმანელების მთავარი შეცდომა რაში იყო? გერმანელების მთავარი შეცდომა იმაში იყო, რომ ჯერ ეგერთი 1941 წელს უნდა ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოლიტიკა უფრო გასაგებად და მტკიცედ. ეთქვათ, რომ ჩვენ ვომობთ ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ და თქვენ დაძლებთ დამოუკიდებლობას, ესე იგი, ნუ შულენბურგის გეგმა უნდა განეხორციელებინათ ფაქტობრივად, ესე იგი, თუნდაც პროტექტორატის ქვეშ და ამას მაშინ ყველა მიიღებდა, მე დარწმუნებული ვარ, ესე იგი, სიამოვნებით. მეორე რამე არის კიდევ რომ გერმანელები, ახლა გერმანელებშიც არა, კავკასიელებს და სხვა ესე იგი არარუსერებს ყავდათ საკუთარი მომხრეები, მაგალითად გენერალი ჰელმიხი იყო ეგეთი ცნობილი 1953 წელს უკვე მას შემდეგ რაც კავკასიის ბრძოლა დამთავრდა, ესე იგი კავკასიელი ბატალიონების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებული იყო ყირიმში, ესე იგი და ჰელმიხი გამოვიდა ინიციატივით რომ მოდი შევქმნათ ფაქტობრივად ბერგმანის პოლკის საფუძველი ბერგმანის პოლკის ქართული პოლკის შექმნა, ესე იგი ბერგმანის პოლკის შექმნა მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. უნდა შექმნათ კავკასიის დივიზია ვერმახტში. მაგრამ არ განხორციელდა, იმიტომ ჰიტლერი უშლიდა ხელს, ესე იგი არ ენდობოდა, ესე იგი აი ამ აღმოსავლეთის მოხალისეებს და წინააღმდეგი იყო იმისა, რომ შეექმნათ ერთეული, რომელიც ესე იგი ბატალიონზე მსხვილი ერთეულების შექმნის წინააღმდეგი იყო. ეგ იყო უბედურებული. გიორგი, ეხლა რა მინდა კითხო იცი რომ ჩამოეხი ისეთ სახელები ჩამოთვალევით თქვა ან ქართულ კომიტეტში იყო, ეროვნულ კომიტეტში იყო, თქვა აი ზურა ავალიშვილი თქვი მაგალითად, ხო? ან სპირიდონკედი რომლებიც ხა არანაირი იდეური ნაცისტები ესენი არ ყოფილან, არაფერ შუაში არ გეოპოლიტიკურად უყურებდნენ ამ ამბავს და მე მგონია რომ მათთვის არც ისე ადვილი იყო, თქვა აი ამ ნაცისტებთან კოლაბორაციაში შესვლა. არა, კოლაბორაცია ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ ესენი ფაქტობრივად ეს იყო ფაქტობრივად შულენბურგის, ესე იგი ეს კომიტეტი იყო შულენბურგის კრეატურა და თვითონ ისინი შულენბურგის მიერ იყვნენ დაპატიჟებულები ბერლინში. და თავიდან ხომ რუსეთის წინააღმდეგი იყო კომიტეტების. მიაჩნდა რომ ნიკორაძესთან და ახმეტოვთან და სხვებთან უკეთესად წაიყვანდა საქმეს, მაგრამ შულენბურგმა დაპატიჟა ესენი და უთხრა კიდევაც რომ აი მე დაპატიჟებული მაქვს და ახლა ესენი ხელსარიელები რომ გაუშვათ არა, ეს იმოქმედებს ძალიან მძიმე ჩვენს პრესტიჟზე, გერმანიის პრესტიჟზე, თვითონ ემიგრაციას შორის და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რომ ემიგრაცია მხარი დაგვიჭიროს და მაშინ დათანხმდა როზენბერგი კომიტეტების შექმნაზე ფაქტობრივად. და რა თქმა უნდა ახლა სპირიდონ კერდიას რა ნაციონალ-სოციალისტთა რა ქონდა საერთოდ. ხო, მაგრამ იყო მეორე ზურა ბავალიშვილს. ხო, რა თქმა უნდა. იყო თეთრი გიორგის ჯგუფი, მაგრამ ის თეთრი გიორგის ჯგუფი ფაქტობრივად უფრო მეტად იტალიური ფაშიზმით საზრდოობდა ვიდრე ნაციონალ-სოციალიზმით. ესე იგი ესეც იყო, ესე იგი აქ უნდა შევნიშნო უფრო იტალიური ის ქონდათ მაგათ. აი გრიგოლ რობაქიძემ ხო დაწერა მუსოლინის და ჰიტლერის აპოლოგეტიკა. კი. ხო, იმიტომ რომ იყო რა ეგ ნაწილიც იყო. არა, ეგ ნაწილიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მათ მიაჩნდათ, რომ იმ პერიოდში, ესე იგი, ამით რაღაცას მიაღწევენ საკუთარი სამშობლოსთვის, რაც პრინციპში, ესე იგი, შეიძლება ის გამართლებული დღევანდელი იმიდან შეიძლება ის გამართლებული არ იყო, მაგრამ ნუ ესე მათ გულწრფელად ეგრე სწამდათ და მე მიმაჩნია, რომ ყოველ შემთხვევაში ამით მათი ესე თქვა. სხვათა შორის გიორგი ასტამაძე ჩვენ მეგობარი მაკითხებდა ამას წინათ
საქართველოს სტატიებს, ანუ ამ ლეგიონის გაზეთის და კარგ დონეზეა ხოთაშვილის გაკეთებული. ანუ აი ეს მცირე ხოთაშვილის ეს პროპაგანდა რომ მოაშორო, ნაცისტური პროპაგანდა რომ მოაშორო, რაც აუცილებელი ელემენტი იყო აქ. ჩვენიერი სტატიები არის, თქვა საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურაზე, კულტურაზე, რაღაც აი საკმაოდ კაი დონის ჟურნალისტიკა. ნუ რა თქმა უნდა, კაი დონის ჟურნალისტიკა, თან მერე არ დაგავიწყდეს, რომ თვითონ ამ იმაში რა ქვია, საქართველოშიც ესე იგი და გარდა ამისა არსებობდა სხვა ჟურნალი კიდე, ესე იგი ქართველი ერი, რომელიც იყო ქართული კომიტეტის ორგანო სხვათა შორის, ესე იგი იქ მშვენიერი სტატიები იწერებოდა, თან იქ მოწინავე ჟურნალისტები თანამშრომლობდნენ, იგივე მაგალითად ის შალვა ამირეჯიბი მაგალითად და სხვები, რომლებიც იყვნენ ძალიან პროფესიონალი ჟურნალისტები და მშვენივრად წერდნენ. კალესალია მაგალითად ქართველი ერის რედაქტორი იყო, კალესალია, მშვენიერი ჟურნალისტი იყო. ხო და ნუ რომ დაუბრუნდეთ ესე იგი ამ ფერბინდუნგ შტაბი შეიქმნა 1942 წლის ოქტომბერში. ესე იგი, ნუ სამხედრო განყოფილებას გივი გაბლიანი განაგებდა პოლიტიკურს მიხეილ კედია, აი ბატონო, ესე იგი გამოსახულია შენს უკან, ხო, მიხეილ კედია. ხო, სამეურნეოს მიხეილ ალშიბაია, გრიგოლ ალშიბაიას შვილი და იყო კიდევ ესე იგი რამდენიმე სამხედრო მრჩეველი, ზეითად ბერგმანელი ოფიცრები, რომლებიც შესაბამისად ესე იგი ამ გაბლიანის განყოფილებაში მუშაობდნენ. აქ უნდა აღინიშნოს ერთი რამეც, რომ 1944 წელს ესე იგი ამ ბატალიონებს მოუხდა ძალიან მძიმე ბრძოლებში ესე იგი ჩართვა. ეს გამოწვეული იყო პირველ ყოვლისა იმით, რომ ბატალიონები იყვნენ გადასროლილი საფრანგეთში და მათ შორის იმ ფრონტზე, საიდანაც მოხდა ესე იგი მოკავშირეთა გადმოსვლა ნორმანდიაში, ესე იგი ორი ბატალიონი მონაწილეობდა ამერიკელების წინააღმდეგობაში 95 და 797 და იმდენად დაზარალდა, რომ ფაქტობრივად მათი აღდგენა არც მოხდა, ესე იგი მხოლოდ ცალკე ლეგიონერები გადარჩნენ და გაგზავნიდნენ შემდგომ გერმანიაში. ხო, ფაქტობრივად 44 წლის ბოლოსთვის, ესე იგი 13 ბატალიონიდან რეალურად დარჩა 5 ბატალიონი, ესე იგი. და ეს 5 ბატალიონი განარაგებული იქნა გერმანიაში, ტიურინგიაში, ორდრუფის სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე. ნუ რა შემიძლია ვთქვა მე, ესე იგი, რაც ამათ შეეხება, მანამდე კიდე უნდა აღინიშნოს ის, რომ მიიღო შემთხვევები აღმოსავლეთის ფრონტზე ამ ბატალიონების წარმატებით მოქმედების, მაგალითად ბატალიონი 298 მოქმედებდა კურსკის ბრძოლაში, ესე იგი და კურსკის ბრძოლაში გამოიშინა თავი კიდევაც სხვათა შორის. დასავლეთის ფრონტზეც ეგრე იყო. რაც შეეხება мотивაციას, საბოლოო ჯამში мотивაცია მშვენივრად იქნა გამოხატული ქართული სამეკავშირეო შტაბის ერთ-ერთი წევრის ალექსანდრე ცომაიას, ცნობილი ემიგრანტის წერილში დი გეორგიშე ფრაგე ეგრე ქვია, ქართული საკითხი, სადაც ის წერს, რომ მაშინ, როცა ჰიტლერი სტალინის მოკავშირე იყო, ყველა ქართველი ემიგრანტი იბრძოდა პოლონელებთან და ფრანგებთან ჰიტლერის და სტალინის წინააღმდეგ და არც ერთი ქართველი ვერ მათში არ მსახურობდა. მაგრამ როდესაც 1941 წელს გერმანია მოტრიალდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ჩვენი ვალი იყო, ესე იგი ამ შემთხვევაში მხარი დაგვეჭირა მაგ ბრძოლისთვის, ესე იგი, ანუ ესენი გამოდიოდნენ უბრალოდ. ხო, ეს უფრო ეხლა ისეთ ხალხის გაცხადებავიც ხო, გასაგებია. წერს და ელიტური დონე და რაღაცა, მაგრამ ეხლა რიგითი ტიპების, რომლებიც გადადიოდნენ, ხშირ შემთხვევაში ეს იყო თავის გადარჩენა როგორც. რამდენიმე კატეგორია იყო. იყო კატეგორია იდეალისტების, რომლებიც ნამდვილად იბრძოდნენ კარგად და თავის შესწირეს ამას ყველაფერს. იყო ესე იგი ჩვეულებრივი, ესე იგი კონიუნქტურა და ჩვეულებრივი ესეთი ესე იგი დამოკიდებულება თავის გადარჩენის, ესე იგი და იყვნენ შეგნებული, ესე იგი პროკომუნისტურად განწყობილი, რომელიც სარგებლობდნენ ლეგიონით, რომ გადასულიყვნენ ისე მტრების ხარისხზე, მაგრამ ესეთები იყო უმცირესობა. აი კონიუნქტურის მატარებელ ხალხს რაც შეეხება, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ტექსელის იმასე რა ამბებში, იმიტომ შენ მოგეხსენება, რომ 822 ბატალიონი თამარ მეფის სახელობის მოხდა ომის ბოლოს ტექსელზე, ესე იგი ტექსელი ეს ჰოლანდიაშია, ერთ-ერთი კუნძულია, ხო, და თან სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძული იყო და აი იქ აღმოჩნდა ესეთი კომუნისტური, ესე იგი საიდუმლო ჯგუფი, რომელმაც მოაწყო ამბოხი გერმანელთა წინააღმდეგ, მაგრამ ნუ ეს ამბოხი გამოწვეული იყო უბრალოდ იმით, რომ ხალხს უნდა თვით გადარჩენა, ესე იგი უბრალოდ საშუალება დაბრალებელი იყო საქართველოში. ანუ ეს ტექსელის მე საბჭოთა პროპაგანდამ და ფილმიც გადაიღეს და
სისულელი აბსოლუტურად საბჭოთა პროპაგანდის იმაში, ესე იგი, ახლა მირონ კოჩიაშვილმა გამოუშვა წიგნი, ესე იგი, ქართველი პარტიზანები ჰოლანდიაში, რის პარტიზანები იყვნენ, როცა ლეგიონერები იყვნენ, რა, ესე იგი. ანუ 4 წელი ამათ გერმანელებთან ერთად იბრძვიან და გერმანია რომ მარცხ ხდება და ფაქტობრივად გარანტირებული არის, რომ ესენი უნდა ჩაბარდნენ როგორც გერმანელი სამხედროები და ამათ გადასცემენ რუსებს და დახვეწავენ. მაშინ უკვე დამარცხებულ გერმანიას აუჯანყდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის უბედურება მთელი და ამ აჯანყებაში, ესე იგი, მან რამდენიმე კაცი იყო, ვინც აიყოლია, ესე იგი, ეს ლეგიონერები და ფაქტობრივად გაწირა ესენი სიკვდილზე, იმიტომ რომ ლეგიონერები უმეტესობა ვინც აჯანყდა, უმეტესობა დაიღუპა რა, ესე იგი და განსაკუთრებით საზღვრობა არის რომ მოკლეს ქართველი ემიგრანტი. ესე იგი იყო ეგეთი მაიორი ვასილ ინჯია, რომელიც იყო დანიშნული მეკავშირე ოფიცრად. ესე იგი აი ამ ბატალიონში და რომელიც იცოდა ამბოხების შესახებ, მაგრამ გერმანელებს არაფერი არ უთხრა, იმიტომ შეეცოდა ის ლეგიონერები და ლეგიონერებმა ესე იგი აი ამ აჯანყების იმის ამბოხის მეთაურებმა პირველი ის მოკლეს. ესე იგი აი ეს ესე იგი ბარემ რახან თემას მივადგეთ რომ მოყვე ეს რა რიცხვში დაიწყო ეს აჯანყება? ესე იგი დაიწყო ბუკვალურად რამდენიმე დღით ადრე, სანამ მომიდა 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ბუკვალურად. თან როგორი სიტუაცია იყო? ჩვენ გვაქვს ბატალიონის მეთაურის მაიორ თუ მაშინ კაპიტანი იყო კლაუს ბრაიტნერის მოხსენება. ის ამბობს რომ ჩვენ არ ველოდითო ქართულთა აჯანყებას, იმიტომ 4 წლის განმავლობაში ერთად ვიყავით, ერთად ვიბრძოდით, საჭმელს ვიყოფთით რაღაცას და ეს ყველაფერი და ესე იგი ომის ბოლო პერიოდი იყო და მიიღეს ბრძანება რომ ბატალიონის 2 ასეული უნდა წასულიყო კონტინენტზე და დანარჩენი ტექსელზე უნდა დარჩენილიყო. და როდესაც უკვე ესე იგი ის უნდა მომხდარიყო ესე იგი ამ ქართველთა ნაწილი ესე იგი კონტინენტზე გადასხდომა, მერე მოაწყეს აჯანყება, მაგრამ მოაწყეს აჯანყება როგორ იცი? თავიდან ფაქტობრივად, არა თავიდან ეს ამბოხის ისინი რა ქვია ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ ჰოლანდიურ წინააღმდეგობას არაკომუნისტურს, ესე იგი და კითხეს რომ აი ჩვენ რა გავაკეთოთო რომ ესე იგი ის არის თუ ღირს საერთოდ ამბოხი და რას მოგვიტანს ამბოხი და იმ ჰოლანდიელებმა უპასუხეს რომ არ გინდათო, არაფერი არ მოხდებაო, თქვენ მაინც ვერაფერს ვერ შეცვლითო, უბრალოდ ბოლომდე იყავითო და ჩაბარდითო და ნუ ესე იგი სისხლისგან გარეშე ესე იგი ურჩიეს მათ საქმე დაემთავრებინათ, მაგრამ მან იყო კომუნისტური ორგანიზაცია ანა კლაინის მეთაურობით, ესე იგი ჰოლანდიელი ქალი იყო და ამ კომუნისტებმა უბიძგეს ამათ აჯანყებისკენ და გარდა ამისა კიდე რამდენიმე უბრალოდ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში უბრალოდ საბჭოთა აგენტი იყო, ვინც ესე იგი და ნუ ეგ უდიდესი ტრაგედია იყო. დაახლოებით 500 კაცი დაიღუპა ქართველებიდან, ესე იგი მაშინ. მაგრამ ნუ გერმანელებიც არანაკლები ხოცეს. გერმანელებიც არანაკლები ხოცეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მოულოდნელი თავდას ღამე დაიწყეს ეს აჯანყება და ფაქტობრივად ეგრე იყო, მაგრამ მან დაარიყო ერთსოლოვნება, იმიტომ მაგალითად აი ბატალიონის მეთაური ამბობს, რომ მე რომ გავედიდი აჯანყება რომ დაიწყო, მე ვერ მივხვდიო რა ხდება, ესე იგი ვინ ვის ესვრის, ესე იგი და ჩემს წინ დადგა ვიღაცა ქართველი იარაღით ხელში, ესე იგი მე მივედი და ხუმრობო, ესე იგი და გამოვარტყი ხელიდან იარაღი, ესე იგი და ვერ მესროლა, ესე იგი, ანუ მაინც ვერ გაწირა, ესე იგი. ანუ აქ ესეთი ის იყო ქართულთა მხრიდან, ესე იგი განსაკუთრებით აი ამ ვინც გადარჩა იმებს რა ბედი ეწია? ვინც გადარჩა, ესე იგი ტრაგიკული ბედი ეწია, ჯერ თვითონ ესე იგი საქართველოში როგორც გმირები ჩამოიყვანეს, მაგრამ 1959 წელს ახლა შენც იცი, ესე იგი უკვე ცივი ომი არის. ჯერ 1951 წელს გაასახლეს ყველანი, იმიტომ 51 წელს ბრძანება გამოვიდა სტალინის, რომ ყველა ყოფილი ლეგიონერი უნდა გასახლდეს, თუნდაც ის, ვინც თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირთან და მათ მხარეზე გადმოვიდა, ისინიც უნდა გავასახლოთ საქართველოსდან, ესე იგი და გარდა ამისა, ყველა ემიგრანტის ნათესავი, ვინც აქ არის, უნდა გადასახლდეს და გაასახლეს 40,000 კაცი, მათ შორის, ესე იგი ესენი და მან იყო ერთი ლეიტენანტი მელიქია, ნიკოლოზ მელიქია, რომელიც პროფესიონალი ოფიცერი იყო, საბჭოთა ოფიცერი იყო და წინააღმდეგი იყო სხვადასხვა აჯანყების. ესე იგი და მეორე ჯგუფი იყო კიდე, ესე იგი პროკომუნისტურად განწყობილები და ესე იგი თვითონ მე უშროების არქივში მინახია, რომ ამ კომუნისტებმა ფაქტობრივად ჩაუშვეს ის საწყალი მელიქია, რომელიც გადაასახლეს და მე ესე იგი ციმბირში მგონი სული ამოხდა კიდევაც, ესე იგი მას ყოველ შემთხვევაში ბოლო მისი ის თხოვნა შეწყალებაზე არ მიიღეს. ანუ მან ბევრი უღირსო რაღაცა იქნა ჩადენილი ამ ტექსტილთან დაკავშირებით. ქართველთა მხრივ მე მიმაჩნია, რომ ეს უღირსი საქციელი იყო და ბატალიონის მეთაური ბრაიტნერი წერს კიდევაც, რომ ესენი ომის ბოლო
დღეებში უბრალოდ რომ გაქცეულიყვნენ დაუშვათ ნაწილიდან და უბრალოდ რაღაც დეზერტირობა რამ ჩაედინებიათ, მე მაგას მივიშნებდი ნორმალურად, მაგრამ მე არ მოველოდი რომ აი ხოსვაჟლეტა მოხდებოდა და გერმანელებს ამოხოცავდნენ ეგრე. გიორგი, ეხა მე მინდა გითხო ემიგრანტულ მთავრობაზე, ხა ამ დროს ჟორდანია ცოცხალია ჩხენკელიც, გეგეჭკორიც და სხვაებიც. და ნუ ეხა ომს უცხადებს გერმანია, ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს და სტალინს, იმ საბჭოთა კავშირს და სტალინს, რომელმაც მათ ქვეყანა წაართვა და გამოყარა იქიდან, მაგრამ ესენი არ დგებიან გერმანიის მხარეს. რატომ? აქ ორი მიზეზი არის უპირველეს ყოვლისა, თვითონ ესე იგი ქართული მთავრობა, რომელიც საფრანგეთში იყო, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების იყო და სოციალ-დემოკრატები ოფიციალურად მაგრამ ნაწილი სოციალ-დემოკრატების ახლა ლადო ახმეტელაშვილი და ნოზაძე და ვიღაცები ხო? არა, ლადო ახმეტელაშვილი და ნოზაძე და ისინი ადრე იყვნენ სოციალ-დემოკრატები, მაგრამ გამოვიდნენ პარტიიდან. მაგალითად, ლადო ახმეტელაშვილი, რომელიც ელჩი იყო დაუშვათ დამოუკიდებელ გერმანიაში, 31 წელს მიმართა ღია წერილი ჟორდანიას და თქვა, რომ ჩამთვალეთ, რომ მე გამოსული ვარ სოციალ-დემოკრატიული პარტია 31 წელს ჯერ კიდევ. სანამ ჰიტლერის მოსვლამდე, რა თქმა უნდა, ესე იგი, ამის დოკუმენტი არსებობს და რაც შეეხება დაუშვათ ვიქტორ ნოზადე კი ისიც აქტიური ახალგაზრდა მარქსისტების ჯგუფში შედიოდა, მაგრამ უკვე ფაქტობრივად 1934 წლიდან აარსებს ჟურნალს ორნატი, რაც ფაქტობრივად ისეთი მემარჯვენე ჟურნალია, ესე იგი ცოტა პროიტალიური რაღაცა ეს სიმპათიები და მერე უკვე ქართლოს და მაღლაკელიძესთან და სიმონიკო ბერეჟანთან და ესე იგი მარჯანიშვილთან ერთად ფაქტობრივად ის ცალკე ჟურნალია, ისეთი მემარჯვენე ჟურნალი, ყოველთვის სოციალ-დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ აქვს. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, არ აქვს საინტერესო ერთი რამეც არის, რომ 1939 წელს როდესაც გერმანიამ დაიწყო ომი პოლონეთის წინააღმდეგ, ესე იგი ჟორდანიამ გამოაქვეყნა სპეციალურად, ჟორდანიის მთავრობამ გამოაქვეყნა სპეციალურად ეგეთი გამოცემა ფრანგულ ენაზე, კურიე ჟორჟიენ, ქართული კურიერი, სადაც ოფიციალურად ესე იგი აცხადებდა, რომ ჩვენ ვდგავართ დასავლელი მოკავშირეების მხარეს, ესე იგი გერმანელები ნაციონალ-სოციალიზმის წინააღმდეგ და ფაქტობრივად ლამის ომი გამოცხადდა, ესე იგი იმ გერმანიას და როდესაც საფრანგეთი იქნა ოკუპირებული თვითონ გერმანელების მიერ. ეს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წევრები ძალიან სულ დღეში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ გერმანელები საკურველია რო არ დაიჭირეს ესენი საერთოდ. არ დაიჭირეს რატომ, იცი? ესე იგი ეშინოდა სხვათა შორის მაგათ ძალიან დიდი შიში ჰქონდათ რომ დაიჭერენ, მაგრამ საბოლოო ჯამში გერმანელებმა უარი თქვეს და ნუ ლევილში მცირე ხნის განმავლობაში ლევილში იყვნენ, ეგრძელებოდათ გამოსვლა და მე ნუ რაღაცნაირად ეგრე. ხა ალბათ ერთი მიზეზი ისიც არის გიორგი, რომ ეს ნაცისტები, მარქსისტებს და ესენი მარქსისტები იყვნენ, მარქსისტებს აცხადებდნენ, რომ თავარ მტრებად და ნუ ანადგურებდნენ და იმდენი მარქსისტი ყავდათ ამ დროს გერმანელებს უკვე მოკლული, რომ წარმოუდგენელი იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების მხრიდან მათ მხარეს გადასვლა. მან მეორე რამეც იყო, რომ მე ახლა მან აი სხვა შორის მიხეილ კედია თამაშობდა აქ ძალიან დიდ როლს, იმიტომ რომ მიხეილ კედია ხომ გერმანელებთან თვითონ ის გერმანიაში სწავლობდა, ჰაიდელბერგში სწავლობდა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და შესაბამისად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მასთან ერთად სწავლობდნენ ის გერმანელი, რომელიც შემდგომში გერმანულ დაზვერვაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა. იგი იყო მაგალითად ჰენგელ გაუპტი ეგეთი, ესე იგი, რომელიც შელენბერგის მე-6 სამმართველოში, ესე იგი, განაგებდა საგარეო პოლიტიკურ დაზვერვას და ესე კავკასიურ მიმართულებას და ასე შემდგომ და ცეპელი და ფაქტობრივად როგორი სიტუაცია იყო, იცი? ჟორდანიას მთავრობას ხომ ყავდა თავისი დაუშვათ სადაზვერვო ქსელი, რომელიც მუშაობდა დაუშვათ, აი ესე იგი, ამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი და შესაბამისად ამ მხრივაც საინტერესონი იყვნენ ეგენი გერმანელებისთვის. და თვითონ ჟორდანიას რა თქმა უნდა არავითარი ესე ვთქვათ, გერმანელებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ევგენი გეგეჭკორს ჰქონდა სამაგიეროდ. რა სახის? რასახის და ევგენი გეგეჭკორი უფრო იყო გერმანელებთან დაახლოებული და სხვათა შორის ნაწილი სადაზვერვო ქსელის გადასაკიდებას მიხეილ კედიას მან, ესე იგი ცეპელინის ოპერაციის. ანუ მოკავშირე იყო. მოკავშირე იყო, კი. ხო, ეხლა კედიაზე უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენ მიხეილ კედია, მიშა კედია იყო მექი კედიას, მელქისედეკ კედიას ვაჟიშვილი. მექი კედია კიდე იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების ხელმძღვანელი. ანუ საგანგებო რაზმი ერქვა მაშინ ქართულ უშიშროებას. ეხლა რაც სუსი არის, მაგას ერქვა საგანგებო რაზმი. და იმის ხელმძღვანელი იყო მამამისი, მიშა კედიას მამა, მელქისედეკ კედია. სხვათა შორის მიშა კედია არის სალომე ზურაბიშვილის ბიძა ალალი, ანუ დედის ძმა. ნახევრად ბიძა. ხო, ნუ ახლა დედები სხვა, დედები სხვადასხვა, მაგრამ ახლა
მაინც კი. ანუ ბაბუამის სალმზურაბიშვილის ბაბუა არის მიშა კედიას მამა. კი. ანუ ზეინაბ კედია იყო სალმზურაბიშვილის დედა და მიშა კედია არის მიშა არის ნახევარძმა ზეინაბ კედიას. კი, ვიცნობდი ზეინაბს. აი ხა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ღრმად მოხუცი 100 წელს მიტანებული. ხო და ეს მიშა კედია არის ცნობილი როგორც ქართველი შილდლერი, ხო? იმიტომ რომ ბევრი ქართველი ებრაელი გადაარჩინა აი ეგ ისტორია რომ მოგვიყვე რა. ანუ რა პოზიცია ქონდა, რა თანამდებობა ქონდა რა დოკუმენტები არსებობს თვითონ ესე. არა, დოკუმენტები არსებობს. ესე იგი მან როგორი სიტუაცია იყო, იცი, საერთოდ ქართველები ცდილობდნენ ებრაელების გადარჩენა და ბერგმანის ბატალიონში სხვათა შორის, ესე იგი რამდენიმე ქართველი ებრაელი მსახურობდა. რა თქმა უნდა, გერმანელებისგან მალავდნენ ქართველები, ებრაელები რომ არიან და აქ როგორი სიტუაცია იყო, იცი? გერმანელებმა უშუალოდ ესე იგი პარიზის ოკუპაცია რომ განახორციელეს, არა? იქ შეიქმნა საგანგებო ორგანო, რომელიც აწესრიგებდა ემიგრანტების მდგომარეობას, ეგრეთ წოდებული ქართული ბიურო. ესე იგი ჯერ იყო კავკასიური ბიურო და კავკასიურ ბიუროში იყო სექციები, ესე იგი და აი ქართულ სექციას მეთაურობდა ჯერ ქორქია და შემდეგ გიორგი კერესელიძე, ესე იგი. ხო და ფაქტობრივად საქმე ისე იყო, რომ მიშა კედიამ და სხვებმაც ესე იგი დაარწმუნეს გერმანელი ჩინოვნიკები, რომ ქართველი ებრაელები, ესე იგი იგივე ქართველები არიან, უბრალოდ ებრაული, ესე იგი იმისი აღსარებლობის და ამის საფუძველზე მე მინახე სხვაშვილი ზურაბ ბავალიშვილის მიერ დაწერილი ძალიან კარგი მემორანდუმი, ესე იგი სადაც ის ამტკიცებს ამას და საბოლოო ჯამში ამან იმუშავა და ებრაელებს არ შეეხნენ ესე რეპრესიები და უკვე 1945 წელს, როდესაც უკვე შესაბამისად მიხეილ კედია შვეიცარიაში იყო, არსებობს დოკუმენტები თვითონ ებრაული იმისი რა ქვია დიდი რაბინისა და ამ ესე იგი ამ მიშა კედიას ხო დასაცავად, ესე იგი პარიზის დიდი რაბინის წერილი არსებობს, სადაც ის წერს, რომ საკუთარი ხელით, ესე იგი ვადასტურებ, რომ მიშა კედიამ გადაარჩინა ბევრი ებრაელი და ესე იგი შესაბამისად, ესე იგი ესეთი ისიც იყო. აქ ახლა მე გიორგი ასტამაძემ დაწერა სტატია, ჯერ გამოქვეყნებული არ არის აქ. საუბარი არის თუ არსები 200 რაღაც თუ 300 რაღაცა კაცი არის საუბარი, რომ ამდენი ყავს გადარჩენილი და კი, დაახლოებით ეგრე არის. სხვა შორის გიორგი კერესელიძის არქივშიც არის ძალიან საინტერესო დოკუმენტები ამასთან დაკავშირებით. ხო, ეხლა მე მინდა კიდე ერთ კაცს შევეხო, დაუბრუნდეთ უბრალოდ ეს არის შალვა მაღლაკელიძე, რომელიც ბიოგრაფიაც მოუყევით. შალვა მაღლაკელიძე არის ერთ-ერთი თავარი ქართველი სამხედრო შეიძლება ითქვას ვერმახტში, ხო? არა, ეგრე არ იყო. პირველ ეტაპზე იყო. ფაქტობრივად როგორი სიტუაცია იყო? არა, მე 42-დან როგორც მითხარ. ფაქტობრივად როგორი სიტუაცია იყო? 1942 წელს, როდესაც შეიქმნა ქართული ლეგიონი პოლონეთში, იმიტომ შემოგეხსენება, თქვი კიდევაც ეგა, რომ პოლონეთში შეიქმნა, ესე იგი 8 ბატალიონი და უკრაინაში შეიქმნა 4 ბატალიონი, ესე იგი. ხო და აი პოლონეთში ცენტრი რომ იყო, ესე იგი აღმოსავლეთის ლეგიონების, აი იქ ქართულ ლეგიონში 42-53 წლებში მაღლაკელიძე მართლა თამაშობდა გადამწყვეტ როლს. რაც ჩანს იქედან, რომ ფაქტობრივად 795 ბატალიონში, პირველ ქართულ ბატალიონში კავკასიაში აქტიურად მონაწილეობს და გავლენაც ჰქონდა და ყველაფერიც, მაგრამ ფაქტობრივად 1953 წელს უკვე ოქტომბერში გერმანელებმა მოაცილეს მაღლაკელიძე. მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი აქ, მე რომელი წელი არის აღარ მახსოვს. შალვა მაღლაკელიძეს იტაცებენ და ჩამოყავთ საბჭოთა საქართველოში. კი. ესე იგი, ეს კაცი მე გამოდის გარეთ, ანუ არც დაპატიმრებულიც არ არის. გამოდის გარეთ, მუშაობს ადვოკატად, წერს მემუარებს, რანაირად? მემუარებს არ წერს. მემუარები მან საიდუმლოდ ჩაიწერა ვიქტორ ცხილაძესთან. ესე იგი, ვიქტორ ცხილაძე იყო სხვადასხვა ცნობილი დისიდენტი, ვიცნობდი პირადად მას, გარდაიცვალა მეგონის ახლახანს და ფაქტობრივად ოფიციალურად არ წერს მემუარებს. ცხილაძე საიდუმლოდ იწერს მის ნაამბობს, ესე იგი, მაგნიტოფონ ფირზე და შემდგომში უკვე 90-იან წლებში, როდესაც უკვე ფაქტობრივად უკვე სესრე კავშირი დაიშალა, თუ მანამდე ერთი წლით ადრე ხდება მის წიგნად გამოცემა, ესე იგი ამ მემუარებთან ერთად, ესე იგი არის გამოცემული გაზეთ საქართველოს სხვადასხვა ძალიან კარგი, ესე იგი ამონაკრეფი მასალის. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ესე იგი ახლა მე ჩემსაც მოგახსენებ ახლა მე ნამუშევარი ვარ მათ შორის ჩვენი საქართველოს უშიშროების მასალებზე, ესე იგი 1942 წელს, როდესაც
მაღლაკელიძე 795 ბატალიონით ბაქსანის ხეობაში იდგა, ურუხის ხეობაში უკაცრავად. ურუხის ხეობა ეს არის ნოემბერი-დეკემბერი 1942 წლის. მან ერთი ეს არის რა ქვია რაღაცა მოარული ხუმრობა არის რომ იმაზე ქედის მანდო აქეთ ლესელიძე იყო იქ და მაღლაკელიძე და ქართულად აგინებდნენ ერთმანეთს. არა და ეგეთი რა ხლა არა მოარული ხუმრობა არის. ახლა გითხრა ესე იგი 42 წელს როცა ესე იგი უკვე ურუხის ხეობაში იყო, ურუხის ხეობის აქეთ უკვე საქართველოა რა. თან მაღლაკელიძემ და ამ ბატალიონმა სახელი გაითქვეს იმით რომ ფაქტობრივად 392 დივიზია დაშალეს რა, იმიტომ რომ ორი ბატალიონი გამოექცათ ესე იგი და გადავიდნენ გერმანელთა მხარეზე, დეზერტირობა ძალიან დიდი იყო. 392 დივიზია ფაქტობრივად ამის შემდეგ ისევ საქართველოში გადაიყვანეს და ფრონტის ხაზზე რეალურად უკვე არც გამოუყენებიათ და გადაწყვიტეს ესე იგი საქართველოს უშიშროებამ გადაწყვიტა ტერაქტი მოეწყოთ მაღლაკელიძის წინააღმდეგ. და ტერაქტი რომ მოეწყოთ საბჭოთა საქართველოს. ხო, საბჭოთა საქართველოს რაფავამ, ესე იგი მაშინ იყო აქვსენტი რაფავა, ხო. და მიმართა აქვსენტი ნარიკიევიჩმა, ესე იგი სუდოპლატოვს. სუდოპლატოვი იყო ესე იგი საკავშირო შინსახკომის სპეციალურ დავალებათა ესე იგი ხელმძღვანელი. ესე იგი ანუ ნებისმიერი ტერაქტი რაც უნდა ჩაეტარებინა საქართველოს უშიშროებას ის უნდა დადასტურებული ყოფილიყო სუდოპლატოვის მიერ. და არსებობს მიმოწერა, მე წაკითხული მაქვს ეს მიმოწერა მოსკოვსა და თბილისის შორის და სუდოპლატოვი ამ დროს ჩამოვიდა კიდევაც ამავე დროს თბილისში. ესე იგი აი გახსოვს შენ, ესე იგი ეს თავის მიმოარებში აქვს ნახული და რაფავამ წარუდგინა ორი აგენტი, ესე იგი რომელსაც ევალებოდა მაღლაკელიძის კვლელობა, თან ორივე მისივე ნათესავი იყო სხვათა შორის. ხო და უახლოესი ნათესავი. ეს წელი რომელი არის? ეს არის 42 წელი, ესე იგი როცა მაღლაკელიძე თავისი ბატალიონით, ესე იგი ურუხის ხეობაშია. მაგრამ სუდოპლატოვმა უარი თქვა, ესე იგი ამ აგენტების გამოყენებაზე, იმიტომ რომ ჩათვალა რომ პროფესიონალური თვალსაზრისით მომზადებლები არიან ასეთი ოპერაციისთვის. და ამასობაში, ბატალიონი მერე უკვე 53 წლის იანვარს უკვე გერმანელებმაც დაიხიეს და ბატალიონის უკვე ესე იგი ყირიმში გადავიდა. ასე რომ იმის თქმა რომ მაღლაკელიძე აგენტი იყო და რაღაც არ შეიძლება ომის დროს ყოველ შემთხვევაში აგენტს არ კლავენ და აგენტის წინააღმდეგ ტერაქტს არ აწყობენ, ესე იგი ანუ ეს აშკარა იყო. რაც შეეხება მის ისტორიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მე ეგეთ შტაბეჭდილება მაქვს რომ ის მაინც მაღლაკელიძე პროფესიონალი მზვერავი იყო რა. და მე მქონდა სხვათა შორის ბედნიერება მემუშავა გაიოს მაღლაკელიძეს არქივზე, რომელიც ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის. გაიოზი დარჩა მე მგონი გერმანიაში. გაიოზი დარჩა ემიგრაციაში და მან არის ამავე დროს მიმოწერა მამაშვილს შორის. ხო, მიმოწერას და მე თვითონ მაღლაკელიძის მასა თვითონ შალვას მასალებიც არის მან და. მე ეგეთ შტაბეჭდილება დამრჩა რომ ახლა ის მაინც პროფესიონალი მზვერავი იყო. უკვე სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში უკვე დასავლეთ გერმანიის დაზვერვაც და ესე იგი მათ შორის ამერიკელებიც ეთყობა და ინგლისელებიც ცდილობდნენ რაღაცნაირად კონტაქტების დაჭერას ბერიასთან. იმიტომ რომ უკვე განიხილავდნენ ყველა შესაძლო კანდიდატს, რომელიც ხელისუფლებაში შეიძლება მოსულიყო სტალინის სიკვდილის შემდგომ. და მე ეგეთ შტაბეჭდილება მაქვს რომ მაღლაკელიძესაც ამ მხრივ იყენებდნენ. ესე იგი და ვარაუდობ რომ თუ კი რაღაცა კონტაქტები ჰქონდა მაგას არა, ესე იგი ეს იყო კონტაქტების ასე ვთქვათ მოსინჯვა ამ შემთხვევაში ბერიასთან კონტაქტების დამყარებით და უკვე აი ბერიას სიკვდილის შემდეგ არა, უკვე როცა ბერია დახვრიტეს არა, ის ხომ შემდგომში მოხდა მისი მოტაცება არა, ესე იგი მე ვარაუდობ რომ ეს რაღაცა აი ამ ისტორიას უკავშირდება, მაგრამ მე არა მაქვს არავითარი მონაცემი რომ ყოველ შემთხვევაში რომ აი რაღაცა ანუ დაჭერით მაინც როგორ არ დაიჭრეს? არა, მე გეტყვი შემან როგორი სიტუაცია იყო, ჯერ ეგერთი არ დაგავიწყდეს ის რომ რატო იწაცებდნენ მაშინ? გეტყვი რატომაც იწაცებდნენ, იმიტომ რომ როგორი სიტუაცია იყო, იცი, ახლავე გეტყვი. ნუ რომ მოიწაცეს, მერე მთავარი ის იყო რომ მაგის სახელით გამოქვეყნა მიმართვა ემიგრაციისადმი, რომ დაბრუნდით საბჭოთა კავშირში, ესე იგი ახლა თვითონ შალვა იძახის ხელი არ მომიწერიაო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში წერილი გამოქვეყნდა, ეგერთი. და მეორეც ეგერთი კიდე არ დაგავიწყდეს კიდე ის რომ ეს მოხდა უკვე 53 წელს არა უკვე ბერიას სიკვდილის შემდგომ და ხრუშჩოვი ოჭეპელის დროს, ხო, ოჭეპელის დროს და ოჭეპელის დროს არავითარ შემთხვევაში არ ჭირდებოდათ დაუშვათ ხრუშჩოვს, რომ დაეხრიტა ან დაესაჭა დაუშვათ, პირიქით ჭირდებოდა ეთქო რომ აი ხომ ხედავთ ხომ ხედავთ მაღლაკელიძე რომელიც გერმანულ არმიაში იყო და ესეთი ის იყო თავისუფლად დადის თბილისში და თქვენს დაბრუნდით რა, ესე იგი რა გინდათ ემიგრაციაში. არა, შეხედე, ანუ ისეთი კაცი, როგორიც იყო
შულგინი სიტყვაზე, რომელსაც არაფერი საერთო გერმანელებთან ჰქონია. შულგინის სხვა სიტუაცია იყო, გადასახლებაში იყო ცხოვრების ბოლომდე. ცხოვრების ბოლომდე არ იყო, ესე იგი, არა, როგორ იყო 70-იან წლებში გადასახლებაში. არა, მე გეტყვი, როგორც იყო ეგა, შულგინი დააპატიმრა სმერშმა, ანუ რუსეთის იმის საბჭოთა სამხედრო დაზვერვამ პრაღაში 1944 წელს. და სტალინის სიკვდილამდე იყო ვლადიმირის ციხეში, ესე იგი, მაგრამ 53 წელს სტალინი რომ მოკვდა, ეგრევე გამოუშვა ხრუშჩოვმა და დაწერა თავისი ცნობილი წიგნი და ფილმშიც კი მიიღო მონაწილეობა, სხვადასხვა ფილმის კი გადაჭრა. მოსკოვში ცხოვრების უფლება არ მიუღია ცხოვრების ბოლომდე. ეგრე მახსოვს. ხო, მეც ეგრე ვიცი, ესე იგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო, და ეს თბილისში ცხოვრობდა მაგას ვამბობ. ხო, მაგრამ ნუ როგორ იყო, იცი, ახლა შულგინთან დაკავშირებით არ ვიცი მოსკოვში მიიღო თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შულგინი არა, ესე იგი, შულგინი გამოიყვანეს ერთ-ერთ მთავარ გმირად ფილმში, დოკუმენტურ ფილმში, ესე იგი, რომელიც ასევე იყო ესე იგი, ფილმის გადაღების მთავარი მიზანი იყო ემიგრანტების დაბრუნება, ესე იგი. მაღლაკელის მაყურებელს რო უთხრა და მსმენელს შულგინი იყო რუსი მონარქისტი, ნაციონალისტი, რუსული შოვინიზმის ერთ-ერთი. არა, ესე იგი, შულგინი იყო, ესე იგი, შულგინი ამჟამად თანამედროვე რუსეთში შულგინი ითვლება რუსული ნაციონალიზმის ხატად, ესე იგი, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ანტისემიტი იყო, დაწერა წიგნი, что нам в них не нравится, ესე იგი, რა არ მოგწონს ებრაელებში და თან წერს ესეთ რამეს, რომ ესე იგი, მე ანტისემიტი კი ვარო, მაგრამ ცუდი ანტისემიტი ვარო, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ებრაელები იყოფიან ცუდებად და კარგებად. აი, კარგები ისინი არიან, ვინც ბოლომდე ამოხოცავენ მაგათო, ესე იგი. აი, ეგეთი რაღაცა იყო. ხა სასწილო ამაში არაფერია ნამდვილად, მაგრამ მაინც ხნა კურიოზული ამბავია, რომ ლუდენდორფი ხო ვიცით, ვინც არის ლუდენდორფი იყო ამ 16-18 წლებში გერმანიის ჯარების მთავარსარდალი და მე 37 წელს მოკვდა ლუდენდორფი და ჰიტლერ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მას ჰქონდა ჰიტლერთან მაყოფილება. თაობაზე იმისა, რომ ლუდენდორფი თვლიდა, რომ ჰიტლერი არ არის საკმარისად ანტისემიტი. აი, ეგ არ ვიცი უკვე ეს ისტორია, მე ვიცი მხოლოდ რომ ლუდენდორფი იყო ჰიტლერით უკმაყოფილო და მიწერა კიდევაც ჰინდენბურგს წერილი, რომ თქვენ რომ ახლა მაგას ხელისუფლებას აძლევთ, მაგით დაღუპავს გერმანიასო. ასე რომ ეგ ძნელია. ეხლა რომ ჩვენებს რომ დაუბრუნდეთ გიორგი დამთავრდა ეს ომი, ძალიან კარგი ფილმი გააკეთა სხვათა შორის ნანა ჯანელიძემ, ეს არის კავსაძის ბოლო ფილმი არის თუ არ ვცდები. აქ თეატრი არის, ეგრე ქვია, მამამისის ისტორიას ყვება დათაშკა კავსაძის ისტორიას ყვება ამ ფილმში. კახი კავსაძე და ამ ხალხის ბედი. ხო, ეს არის ერთი თქვა დათაშკა კავსაძე, რომელიც იყო სანდრო კავსაძის ვაჟი და სანდრო კავსაძე იყო სტალინის სიმღერის მასწავლებელი. ეს გადასახლებაში მოკვდა მე ეს დათაშკა კავსაძე, ამ დათაშკამ შექმნა ხორო ისა. მან როგორ იყო, იცი? მომღერალთა ჯგუფი. ხო, მომღერალთა ჯგუფი. დავით კავსაძე როგორ იყო, იცი? ტყვედ რომ მოხდა 42 წელს, არა, ესე იგი. მაგი მოხდა ეგრეთ წოდებულ K გრუპებში, ესე იგი, ანუ რა არის K გრუპა, ესე იგი, ეს არის სპეციალური გერმანელთა, ესე იგი, ესეთი ის იყო, ბანაკი იყო, სადაც იქნებოდა ჯგუფი K. K ნიშნავს კავკასიას, ესე იგი, ანუ გერმანელებს რომ უნდა აი ესე იგი დაუშვათ დაეპყროთ კავკასია, რა. ამ K გრუპის წევრებს უნდა შეესრულებინათ პოლიციის ფუნქციები, ესე იგი, და პოლიციელები ყოფილიყვნენ და ესე იგი, აი ამ ჯგუფში მოხდა ჯერ. ესე იგი, ეს კელცეში იყო, პოლონეთში იყო კელცეს ბანაკი, ახლა გამახსენდა, ახლა კელცეს ბანაკი. და იქ მან ჩამოაყალიბა ლოტბარი იყო სხვათა შორის და იქ ჩამოაყალიბა ესეთი იმისი, რა ქვია, გუნდი. ამ გუნდში სხვათა შორის მთავარ როლს ასრულებდა მარიამ კერესელიძე, ლეო კერესელიძის ქალიშვილი. ესე იგი, გადასარევად ეკავდა და ამისი ქრონიკაც კი არსებობს YouTube-ზე, რომ ნახოთ დევს სხვათა შორის ესა კავსაძის ლოტბარობის ესე იგი მიერ შესრულებული ცეკვა და სიმღერა. და შემდგომში ესე იგი უკვე ეს K გრუპის წევრები, ვინაიდან ახლა გერმანელები საქართველოში ყოველ შევიდნენ, არა? შემდგომში K გრუპის წევრები ფრიდონ წულუკიძის პოლკში, ესე იგი ცხენოსან პოლკს შეუერთეს, ესე იგი და იყვნენ ჩრდილოეთ იტალიაში, ესე იგი. ჩრდილოეთ იტალიაში, ესე იგი, ქართულ პოლკში 2 ესკადრონი ირიცხებოდა სულ, ესე იგი, ერთ ესკადრონს ნიკო ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა, ამ ესკადრონმა სხვადასხვა კარგად გამოიჩინა თავი, ესე იგი, იტალიელი კომუნისტი პარტიზანების წინააღმდეგ. და 1945 წლის მაისში უკვე როცა აშკარა იყო, რომ გერმანელები უკვე ომს აგებენ, არა, უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რა ვქნათ, ესე იგი.
და ფრიდონ წულუკიძემ წამოაყენა ეგეთი გეგმა, რომ ვინც მემენდობითო და ვინც გინდათო, ესე იგი, ჩაუბარდეთ ტყვეთ, ოღონდ არა კომუნისტ პარტიზანებს, არამედ ანტიკომუნისტ მონარქის პარტიზანებს, ესე იგი და მართლაც ეგრე იყო, აი ვისაც არ უნდოდა საქართველოში დაბრუნება, ყველანი ჩაბარდნენ ტყვეთ, ესე იგი, ამ ანტიკომუნისტ პარტიზანებს და ოზოპო იყო ეგეთი ბრიგადა ანტიკომუნისტურ პარტიზანული და ფაქტობრივად ესენი გადარჩნენ, იმიტომ რომ მართალია კი 2 წელიწადი მოუწიათ მათ, ესე იგი, ამ ტყვეთა ბანაკში ყოფნა. ემუქრებოდა სხვათაშორის გაცემაც, მაგრამ გაცემა არ მოხდა საბოლოო ჯამში, იტალიელებმა არ გასცეს და მიტოქში ესე იგი ეს ხალხი გადარჩა. და აი დათაშკას რაც შეეხება და დანარჩენებს, რა ვისაც უნდოდა საქართველოში დაბრუნება, მათ არასწორად გათვალეს საბოლოო ჯამში. ნუ მაინც ახლა ადამიანური ამბავი ოჯახები გელოდება, როგორი სიტუაცია, კი, გასაგები, როგორი სიტუაცია იყო, იცი? ფაქტობრივად მე გეტყვი ერთ რამეს, რომ თუ კი გინდოდა დაბრუნება რეალურად საქართველოში, რა უნდა მოგეცადა სტალინის სიკვდილისადმი. აი იყო მაგალითად ეგეთი ვინ მაგას ახლა ვინ იწენასწარმოყვა? ნუ იწენასწარმოყვა, მაგალითად იყო ეგეთი სიმონ ლომთათიძე, ესე იგი გურული კაცი იყო და 795 ბატალიონში იყო, ფაქტობრივად მეტყვიამქვეთა ასეულის მეთაური იყო, არა და გამოიჩინა თავის სხვათაშორის ბაქსანის ბრძოლაში და ნუ ვაშკაცი კაცი იყო რა, იომა კავკასიაშიც, იომა ნორმანდიაშიც და რა ვიცი, რეები არ გააკეთა და ბოლოს თან ოფიცერი იყო, ყოფილი ესე იგი კაპიტანი იყო საბჭოთა არმიის. და რომ ესე იგი ჩაბარდა ტყვედ ამერიკელებს, არა, აი რაღაცნაირად მოახერხა ეგრე, რომ დარჩა ემიგრაციაში და ჩამოვიდა უკვე ხრუშჩოვის დროს. და ნუ რა თქმა უნდა, ბუნებრივია რომ ახლა მაგას ხაჭაპურები და იმით რა თქმა უნდა არ შეხვდებოდნენ საბჭოთა საქართველოში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადარჩა და არ გაუსახლებია და არაფერი და ესე იგი ასე თუ ისე რაღაცნაირად ესე იგი ამ საბჭოთა საქართველოში შეძლო ცხოვრება. მართალია ცოტა ხანი, მაგრამ შეძლო, ხო და ესე იგი ძირითადად დაიღუპნენ ვინ და ძირითადად აი განსაკუთრებით ესე იგი აი უბედურება დაემართა ვის იმათ ვინც მოინდომა 45 წელსვე დაბრუნება ფაქტობრივად იმიტომ 45 წელს თუ კი აღიარებდი რომ შენ იყავი ლეგიონერი ან შენ იყავი ლეგიონში ეგრევე 25 წელს გაძლევდნენ და გასახლებდნენ ფაქტობრივად და ესე იგი ყველაზე მძიმე იყო 45-დან 53 წლამდე გასახლებაში ყოფნა ესა იყო მაგალითად შემთხვევები როცა აი დაუშვათ აი მე მინახია საქმეები ყოფილ ბერგმანელებზე არა ესე იგი ზოგმა ბერგმანელმა წარმატებით შეძლო კიდევაც დამალვა იმისა რომ ბერგმანში იყო და ზოგი დააპატიმრეს 59 წელს ანუ ხომ ხედავ 4 წელიწადი მოიგო და ახლა როცა 59 წელს გაპატიმრებენ და 53 წელს სტალინი უკვე კვდება ნუ 4 შანსი გადარჩენის ამაში ასე მთავარი არის რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყავი ან საერთოდ არ ყოფილიყავი გადასახლებაში და ესე იგი ამ სტალინის გულაგში ესე იგი ფაქტობრივად ანუ ისინი სწორედ სხვათაშორის ვინც პროსაბჭოურები იყვნენ და ვინც ესე იგი რაღაცნაირად უნდოდა დაბრუნება და რაღაცა და 45 წელს აღიარეს საკუთარი ლეგიონერობა და ჩაბარდნენ ესენი დაიღუპნენ ყველაზე მეტად და ვინც მალავდა და ვინც რაღაცა ის არის აი ბევრი ბერგმანელი ეგრე გადარჩა არ აღიარებდა რომ ბერგმანში იყო და ბოლოს და ბოლოს რა თქმა უნდა საბოლოოდ ხდებოდა მათი დადგენა იმიტომ რომ ნუ დაპატიმრებულებს კითხავდნენ და ეკითხებოდნენ ვინ იყო თქვენთან ბატალიონში ვინ და რა და რაღაცა და ხდებოდა ამათი მაგრამ თვითონ იმ დროს და იმ პერიოდში ვინაობის დადგენასაც საკმაოდ დიდი დრო უნდოდა ხომ ეგრეა და აი ისინი ვინც მოახერხა 59 წლამდე დაუშვათ თავისუფლებაზე ყოფნა და მხოლოდ მერე დააპატიმრეს არა სულ მოუწიათ 4-3 წელიწადი ლაგერში ყოფნა და შემდგომში უკვე განთავისუფლებული იყო 53 წლის შემდეგ ხო და კავსაძის ისტორია ის იყო რომ 45 წელს ესე იგი მაგათ რაქნეს იცი გადავიდნენ კომუნისტი პარტიზანების მხარეზე სხვათა შორის და აქ ერთი ისიც იყო ერთი ცუდი ამბავიც მოხდა ესე იგი ამ გადასულებმა ვინც გადავიდნენ იტალიელ პარტიზანთა მხარეზე ესე იგი მერე იბრძოლეს კაზაკების წინააღმდეგ კრასნოვილი კაზაკების წინააღმდეგ ვინც გერმანელთა მხარეს იყო და იხევდა ავსტრიაში ესე იგი და აი ამ შეტაკების დროს რამდენიმე ესეთი ქართველი მოკლეს კაზაკებმა სხვათა შორის იმაში იტალიაში ესეთი შემთხვევაც იყო ხა იგივე გიორგი ვახსენე 160 რამდენი ჯერმე და ეგეძებდა თავის ქერჩი დაკარგულ ბაბუას თუ არ ვთქვი გიორგი ტატულაშვილი ეგეთი სახელით და ანუ დაიკარგა რა ეს კაცი და ეძებს ახლა მის კვალს და ნუ ნახა ქერჩი გამქრალი გიორგი ტატულაშვილი რომელიც მე მიყვა კვალს და ეს გიორგი ტატულაშვილი არის ავსტრალიაში ну საბოლოო ჯამში ეს სხვა გიორგი ტატულაშვილი აღმოჩნდა ფაქტობრივად იგივე სოფლიდან, იგივე სახელის, იგივე გვარის, მაგრამ კაცი რომელიც ანუ ავსტრალიაში წავიდა, ხო, იმიტომ რომ ანუ საფრთხე ძალიან სერიოზული ემუქრებოდა. იქაც ვერ დარჩა, ევროპაში ვერ დარჩა. დათო ჭიშკარიანს აქვს თავის წიგნში დინამოზე რო დაწერა წიგნი აქ წერილი.
დინამოს ყოფილი ფეხბურთელი გვარი აღარ მახსოვს, რომელიც ამერიკაში წავიდა, აქ ცოლ-შვილი დატოვა საქართველოში და მრავალი წლის მანძილზე საკუთარ შვილს წერდა წერილებს, ვითომ შორეული ნათესავი იყო ქალი ამერიკიდან და რაღაც ანუ აქ ქაურმა ოჯახმაც იცის რომ ეს მამა არის, იმანაც იცის რომ შვილს წერს და ვითომ რაღაც შორეულ ნათესავთან აქვთ მიმოწერა რომ ერთმანეთთან ამბები გაცვალონ, მაგრამ ამასევე ლიდერების, ანუ უბრალოდ ამ მაღალი ჩინის დონეზე ხო იყო ეგეთი შემთხვევები, რომ უკვე ამერიკული დაზვერო, ანუ CIA ცენტრალური სადაზვერო სააგენტო იყენებს ამათ საბჭოთა კავშირის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად და ასევე გერმანელთა წინააღმდეგ, ანუ აი ნაცისტური ინფილტრაციის წინააღმდეგ ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიშა კედიაც ამერიკელებთან თანამშრომლობდა, როგორც ვიცი მე და ის ჟენევაში საეჭვო ვითარებაში ფაჯრიდან გადმოვარდა. ნუ რა ვიცი, მე როგორც მიწეს მაგის ქალიშვილი დარწმუნებული იყო რომ მოკლეს, იმიტომ რომ მან ესეთი როგორც მაგის ესე იგი მიშას ქალიშვილი ყვებოდა ემიგრაციაში, მივედი მამაჩემთანო, დავაკაკუნეო და მითხრა რომ ჩამოვდივარ, ახლა მოვდივარო და რომ ჩავიდა ქვემოთ მისაღებში, უცებ შემოვარდა ესე იგი კარის კაცი რომ ამა თქვენი გადმოვარდა და მკვდარია ესე იგი უკვე იმაზეა. ყოველ შემთხვევაში მან რაში იყო საქმე, იცი? ახლა მთავარი მოტივი რატომაც თანამშრომლობდა მიხეილ კედია, გივი გაბლიანი და მიხეილ აშიბაი და სხვები ინგლისელებთან და ამერიკელებთან და ფონ მენდეც სხვადასხვა ძალიან აქტიურად არა, იყო ის რომ მათი მთავარი მიზანი იყო ეხსნათ ლეგიონერები ძალდატანებითი გადაცემისგან ესებზე საბჭოთა კავშირში. ახლა ბოლომდე ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო შემთხვევები, როცა დაუშვათ გადაარჩინეს ვიღაცეები. ახლა მან ინდივიდუალურ დონეზე წლებოდა. გაუწევს რეკომენდაციას, ვინმეს ჩასვავს მანქანაში. ხო, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში როგორ იყო ეს? ხო, ბედიბალი, ყოველ შემთხვევაში მაშინ იყო ეგრეთი, ესე იგი, ამერიკული დაზვერვა იყო OCC, ესე იგი, ეს იყო სტრატეგიულ სამსახურის სამმართველო იყო ეს OCC. და OCC-სთან თანამშრომლობდნენ ესენი და ბევრი კიდევაც გადაარჩინეს ხოთაშორის გაცემას. მე ხა რომელ ხალხს ბოლოსკენ რო წავიდეთ, რომელ ხალხზე მინდა იცი კითხვა, ხა ეს უკვე აქეთან მხარეს გადმოვდივარ. მეორე მსოფლიო ომზე და საქართველოზე 4 საათნახევრიანი ეპიზოდი გქონდა ჩვენ დიმიტრი სელაქაძესთან და თემო პაპასკირთან ერთად, მაგრამ ამ 4 საათნახევარში ერთი თემა ვერ მოვასწარით რომ დაგვეყარა. ეს არის აქეთან მხარეს, ანუ საბჭოთა მხარეს მებრძოლი ხალხი აი ვინც ელიტა გახდა რა ეს გმირები და ასე შემდეგ ეს კონსტანტინე ლესელიძე მაიორი ბუხაიძე ანუ ლექსები და სიმღერები რო დაიწერა მასზე გახოკიძე კიდე ანუ ეს ტიპები რომლებიც რაღაცა ხო მაღალ დონეზე ავდნენ ფრონტის სარდლობა ქართულს არ ჩაუბარებია არასდროს და მარშალი ქართველი არ გამხდარა მაგრამ მაინც იყო ეს ხალხი ანუ ეს ხდება დამოუკიდებლობის დაკარგვიდან, ანუ ოკუპაციიდან 21 წელს მოხდა ოკუპაცია და აქედან 20 წელიწადში შედის საბჭოთა კავშირის ომში. ამათი ნაწილი ლესელიძეზე ნამდვილად მახსოვს, წითელი კურსანტები იყვნენ და ეს ხალხი უკვე 24 წლის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა. სერგო ორჯონიკიძე რო გააკეთა 24 წლის ოქტომბერში მოხსენება ცეკას პლენუმზე ამ აჯანყების ჩახშობაზე იქ იამაყარო აი პირველად მოხდა რომ უკვე ქართველებიც ჩაერთვნენ ამათ წინააღმდეგ მენშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს არის ეს ხალხი რომლებიც მე უკვე მეორე მსოფლიო ომში უფროსი ოფიცრები გენერლები და ისინი ხდებიან ხო ხო და ანუ ეს უკვე ან თაობათა ცვლა არის ну მან როგორი სიტუაცია არის ჯერ თაობათა ცვლა არის და მეორე ეგრეთი ის არ დაგავიწყდეს რომ ბოლშევიზმის თვითონ იდეოლოგია იყო ძალიან როგორი იცი აი როგორ გითხრა იცი აი რუსებს აქვთ ეგეთი სიტყვა ზარაზნა ესე იგი აი რაღაცა ხო გადამდები იყო ზუსტად ესე იგი და გადამდები იყო და მე კარიერისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ესე იგი ადამიანს ხალხი რომელიც არის კარიერისტი არა ესე იგი იმისთვის სულ ერთია ვისამსახუროს აი ამაშია საქმე. მე რაღაცა არ მწამს, ესე იგი ამ განსაკუთრებით ამ გმირობების და ამ ისტორიების ამბავი, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად ესე იგი, ნუ ყოველ შემთხვევაში მე მწამს დაუშვათ გენერალ კოზლოვის
ანგარიში, ესე იგი 1951 წელს დაწერილი, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ აი კავკასიელი რესპუბლიკებიდან ყველაზე მეტი დეზერტირობა მოდის საქართველოს, იმიტომ ქართველებს არ უნდათ ომი. ესე იგი, ანუ აშკარად ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ლეგიტიმიზაციის დიდი დონე, ესე იგი, ქართველებში არასდროს არ აქონია, ესე იგი. მაგრამ ფაქტი არის ესეთი რაღაცა, გიორგი, სამწუხაროდ, რომ არასდროს არც ერთ ომში მთელ ამ 300 წლოვან ისტორიაში და ახლა ამ ომების მეტი რა არის ამ 300 წლოვან ისტორიაში, არასდროს ამდენ ქართველს არ უომია ერთად, რამდენიც იოვამა მეორე მსოფლიო ომში. ეგ ახლა მაშინ კი ბატონო, მაგრამ მაშინ მე ეგ იმას ვინმე ეკითხებოდა ამ არა, მაგას ვამბობ ზუსტად. აი ამაშია. არა, მაგას ვამბობ, მაგაში არ გაიწვიეს აბსოლუტურად არ გედავები მაგაში. და ეს არ იყო საქართველოს ომი. არა, რა თქმა უნდა, არ იყო საქართველოს ომი, ეს იყო ომი ამ შემთხვევაში ორ იმ დიდ იმპერიას შორის და კიდე დიდი საკითხავია ესე იგი, რამდენ ესე იგი, ყოველ შემთხვევაში ესე იგი ამ იმპერიებს შორის რომელი იმპერია როგორ მიუდგებოდა საქართველოს სხვა ვითარებაში კიდე ესე ძალიან დიდი საკითხია. როცა გაუწვევი იმპერიას, მერე წაგათრევენ ომში. ბუნებრივია, იმიტომ რომ ახლა როგორც ახლა რუსეთს ეს ჩუვაშები და ესენი რაღაცეები უდმურტები და ბაშკირელები და ესენი თან ძირითადად იყენებენ საზარბაზნე ხორცად, იმიტომ რომ ესე იგი წინ უშვებენ სწორედ ესე იგი ამ ნაციონალურ უმცირესობებს, ესე იგი ამ ციმბირის ხალხს, ჩუვაშებს, ბურიატებს, ამ ბაშკირებს და ვიღაცებს და მერე უკვე მიდიან რუსი მედესანტეები. კი ბატონო, ღმერთმა გვაშოროს. კარგი გიორგი, გავიდეთ ბოლოსკენ. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. თქვენს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ და გვისმინეთ. ამასობაში კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დააჭიროთ ზარისღილაკს, რათა მიიღოთ მომავალი შეტყობინებები. დაგვალაიქეთ Facebook-ზე, გამოყვებით Instagram-ზე და TikTok-ზე და აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალიმთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ.